მოგესალმებათ, შემდეგი პოდკასტი, რომელშიც საუბრობთ ხოლმე მეცნიერებაზე და ტექნოლოგიებზე. დღეს ვსაუბრებთ ისეთ თემაზე, როგორც არის სიცოცხლის წარმოშობა, როგორ გაჩნდა სიცოცხლე, რა ვიცით ამაზე, როგორ განვითარდა, როგორ მოვით აქამდე და რაც კიდე საინტერესოა, რამდენად მრავალფეროვანი შეიძლება იყოს სიცოცხლე ზოგადად სამყაროში, იმიტომ რომ სამყარო ვიცით, დედამიწით არ შემოიფარგლება, დედამიწაზე როგორც ვამბობთ ხოლმე, სიცოცხლე არის carbon based life form-ია, ანუ კარბონზე დაფუძნებული სიცოცხლეა. თუმცა სიცოცხლე შეიძლება იყოს მრავალფეროვანი ძალიან. მაგრამ მან მაგაზე გადავალთ, მოგესალმებით ცოტნე, როგორ ხართ? ჩვენთან არის ცოტნე ჯავახიშვილი, ბიოლოგი, რომელიც მოღვაწეობს კალიფორნიაში და მანამდე ჩვენ გქონდა ჩაწერა პოდკასტის, მაგრამ დისტანციურად წერდით ხოლმე და ეხლა რომ გავიგე რომ აქ იყავი, მოკლედ ძალიან მინდოდა რომ ფიზიკოთან მოსულიყავი ჩვენთან რაღაც ახალი სტუდია გვაქვს და მოკლედ აქ გადაგვეღო ეს ყველაფერი. მოგესალმები პირველ რიგში, როგორ ხარ და შავს დიდი მადლობა მოწვევისთვის და მეც შესანიშნავი სტუდიაა და პოდკასტებიც კარგი იყო თქვენი, განსაკუთრებით წინა ის დაბეჭდების ქვეშ ვარ კიდე ზაზასთან და ვეცდები რომ სტანდარტებს არ ამიტომ გამომევა არ ვიცი, მაგრამ მართლა პოდკასტი იყო ძალიან საინტერესო და ინფორმატიული და ეს ზომიერი და ნახოთ. ხო, და მაგ მხრივ ხო რაღაც ნაწილობრივ მაგასაც ჩვენ შევეხეთ, ხო უფრო ბიოლოგიურ სფეროთი, ხო? ვისაც არ მოусმენთ წინასწართან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო ვისაუბრეთ, რამდენად მრავალფეროვანი შეიძლება იყოს სამყარო ზოგადად და ასევე როგორ ვიჭერთ ამ სიგნალებს, საიდან მოდის, ხო, ეს გულისხმობთ კოსმოსს მიყო და რამდენად შეიძლება იყოს, რომ სიცოცხლე მრავალფეროვანი, ხო? იგულისხმება ამაში, როგორც სისტემაში შეიძლება იყოს რაღაცა უჯრედულ დონეზე, ან რაღაცა გინდა ცივილიზაციები, რომლებიც რაღაც სიგნალებს აგზავნიან, ხო? და აქ ჩვენ მოდი დავიწყოთ თვითონ დედამიწაზე, ანუ რა ვიცით, როგორ შეიძლება გაჩენილიყო პირველი სიცოცხლე და მე უკვე ბოლოსკენ მაგ აი რაზეც ახლა დასასტამისებთ, რომ ბიოლოგიის მხრივ შეგვიძლიათ მაგ თემასაც შევეხოთ, ხო? პირველ რიგში აი შეკითხვა მაქვს რა, რომ აი მან ხო ძალიან ისეთი რაღაც შემოდის, რომ იქ არსებობს თეიზმი, ხო, ან ზოგ ეუბნება რომ სიტყვაზე რაღაცისგან გაჩნდა რაღაც, მაგრამ ჩვენ რა ვიცით რა ეტაპზე ვართ იმ ცოდნაში, რაც არის როგორ დაიწყო სიცოცხლე. იმიტომ რომ სიცოცხლეც ალბათ ამაზეც მე რო ვისაუბრებ, რომ ძალიან ფართო ცნებაა, ხო, გვესმის საერთოდ სიცოცხლე რა არის, ეგეც ხო შეიძლება მაგაზეც ვისაუბრებ. მოდი დავიწყოთ იმით, რა ჩვენ გვესმის რა არის სიცოცხლე, როგორ დაიწყო და რა ინფორმაცია გვაქვს ამ მხრივ მოკლედ. რაც ვიცით, ესე იგი ერთ-ერთი მთავარი შეიძლება ითქვას ის ფაქტია, დაიწყო. ხო. ზივართ და შეიძლება თქვა ძალიან ბევრი რაღაცა ვიცით. ახლა საქმე იმაშია, რომ თქვა როგორც რაღაც მეცნიერებების არ იყოს, მე წარსულში იქექება თუნდაც არქეოლოგია, ზუსტად ახლა შენ შეიძლება ვერ თქვა დაადგინო აი ეს რო როგორ აშენდა პირამიდა, მაგრამ ფაქტია რომ აშენდა ხო რაღაცა რათული რაციონალურად. თუმცა მანდაც პირამიდაზე გამახსოვს უამრავი ადამიანები ისეთ არ ჯერა რომ პირამიდა აშენდა ადამიანებისგან და რაღაცა კონსპირაციებს ელოდებიან კი არა ეძებენ. ამ შემთხვევაში ადამიანში სიცოცხლეშიც ეგ მომენტია რომ სულ რაღაცას ვეძებთ რომ აი ვიღაცის სიცოცხლეში არის თუ არის. ხო, ხო. თორე ახლა როგორც კი ასეთ რაღაცას თქვა გაცდა ადამიანები და გაბედა რაღაც იქნიან თქმა ნუ მარტო ჯორდანო ბრუნო გვეყოფა ამის მაგალითად ხო? ნუ ეხა ეს წინაღობა არსებობს და ბუნებრივია და ნუ homo sapiens თუ sapiensია მოკლედ შეიძლება შეგეპაროს მაგაში. ხო რაც შეგვიძლია თვითონ სიტყვას როგორ გაჩნდა, ნუ ახლა ჩვენ სამშობლოში გვაინტერესებს სულთან მეცნიერული მიდგომა, ანუ რაციონალური, ანუ ისეთი რაღაც არგუმენტებით რაღაცის ნუ ყოველთვის ჰიპოთეზად ჩამოყალიბება და მეორე შეძლების დაგვარა დაზუსტება. რისი გაზომვა, აწმობა, თუ ექსპერიმენტი, რა შეგვიძლია, ხო? ექსპერიმენტი არის კითხვა, რომელსაც შენ უსვამ ბუნებას და ის პასუხობს. ეხლა ბუნებას უფრო ხშირად ის ჩვენ რას ვეკითხეთ, ჩვენ უნდა გავიგოთ ის რა პასუხობს, ხო? ამდენად, ახლა გამოდიოდა იქიდან რომ სიცოცხლე აგერ არის, ხო? ეხლა აქ გაჩნდა თუ სხვა საიდანაც მოვიდა ეს საკითხი ბოლო ხანებში ცოტა არ იყოს კარგავს, ესეთ გაყოფილი ისეთი აღარ არის. თუნდაც თქვათ აი კოპერნიკის პრინციპი რო ავიღოთ ხო, რომ სამყაროში, ნუ მეტნაკლებად სამყარო ერთგვაროვანია, დიდი მასშტაბით რო შევხედოთ, შესაბამისად, ყველაფერი რაც სამყაროში ხდება, დაახლოებით ერთგვაროვანი უნდა იყოს და თუ კი ახლა ვარსკვლავები ერთნაირები არიან, ასე თუ ისე გასაგებია მასა შეიძლება სხვა იყოს, შესაბამისად, ასაკი შეიძლება სხვა იყოს, ხანგრძლივობა სიცოცხლის და შემდეგ და ბოლო როგორი ექნება ხო, აფეთქდება, იქნება იქი და აქედან გამომდინარე სიცოცხლეს თანხლები მოვლენა უნდა იყოს სამყაროში. ეს მოდახავს თქვა თავის დროზე და ნუ განსაკუთრებით წინა საუკუნის 50-იან წლებში როცა უკვე დნმ-ის სტრუქტურაც დადგინდა და იმავე წლებში სხვა შეეცეს მილერ-ურეის ცნობილი ექსპერიმენტი იქ პირდაპირ გამოჩნდა რომ აი რასაც ჩვენ ხედავთ სამყაროში, ნუ
მაგალითად პირობები ფიზიკური და ქიმიური, რაღაც გაზები და თქვათ ელექტრული განუხტვა, ჭექა-ქუხილი, რაღაც ის ქმნის სიცოცხლის საშენ მასალას. ეს დადგენილია და რამდენჯერ უნდა გააკეთო, იგივე შედეგს ღებულობ. ამაზე შეიძლება ალბათ უფრო დაწვრილებით ლაპარაკობთ, რომ ხო და ჩვენთან დედამიწაზეც, გაჩნდა აგერ არის წყალი, ხო, აგერ არის მანძილი მზემდე, აგერ არის მთვარე, რომელიც ძალიან დიდ დროს თამაშობს სხვა შორის, იმიტომ რომ არის თუ გინახავ შე მიკრობიოლოგიური ლაბორატორია ანჭღებენ კულტურას. მიმოქცევას გულისხმობ, წყლის მიმოქცევაზე. ხო, იმიტომ რომ დედამიწა ხო ცოტა ეს ზიგზაგებით მიდის, ხო, მთვარის გამო, იმიტომ ეს მიქცევა მოქცევას რო უყურებს, წყალი რო ასე თქვა ნაპირზე, ამერე წავა უკან, აი ეს არის იდეალური პირობა, რომ სიცოცხლე წყალში იყო თითქმის 3 მილიარდი წელი თუ მეტი და ბოლო რა თქვა სულ რაღაც 500 მილიონი ამოვიდა. ხო, მე ჩვენი წინაპრები გამოყევით. ხო და ამას ქონდა კრიტიკული მნიშვნელობა. თქვათ რომ აიღო თვარე რო არ ყოფილიყო, ხო? მაშინ რაღაცა ან უფრო ნელა მოხდებოდა, სხვანაირად მოხდებოდა. ეს მთელი ეს დგენელები რო დაალაგო ერთად, გამოდის რაღაცა ესეთი სისტემა, რომელშიც ეხლა მაქსიმალური რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ თქვათ სიმულაცია იმდროინდელი პირობების, თქვათ და მილერორის კოლბა იყო, რაღაც ემოდენა, თუ შეიძლება ესე იყოს, ხო და ერთ კვირაში ხა იქ ასე თქვათ გაასტერილეს თლიანად და შეუშვეს გაზი, იყო მეთანი, იყო ამიაკი, წყალბადი და წყალი. ელექტრული განმუხტვა, იმიტომ რომ ჭექა-ქუხილი და რაღაც მაშინ იყო დედამიწაზე. ერთ კვირაში იქ ჩდება უკვე ამინომჟავებიც კი და ასე თქვა ჩონჩხი, ასეთ ორგანული მოლეკულების, რისგანაც ჩვენ შევდგებით, მისი ვარიაციები. გავითვალისწინოთ, რომ კოლბა იყო ამხელა და იყო ერთი კვირა და ის სამყარო და დედამიწა. კოლბა იყო დიდი და არის მილიარდობით წელობით მილიონი წელი, ხო, თქვა, რომ ეს ყოფილიყო. ფაქტია, რომ მოხდა და ეხლა ძალიან ინტენსიურად სწავლობს ამას თითქმის ყველანაირი დისციპლინა, ბიოინფორმატიკის, ხმელეთმეტყველების ხელოვნური ინტელექტის ჩათვლითაც მოდელირება და გათვლა შეიძლება ბევრი და ბევრნაირი და პლუს აი რაზეც თქვათ საზალაპარაკობდა წინა პოდკასტში შენერად რომ ეხა ნეიტრინოები მოფრინავენ, თქვათ ვაუ სიგნალი იყო ჩვენი ვაუ სიგნალი ბიოლოგებს, ხო? უჩისონის მეტეორიტი მაგალითად და საერთოდ ცვივა. ამაზე მზის სისტემის ხელა მინიმუმ. ხო, მე მახსოვდა უფრო ძველი იყო, მათთვის არ აქვს ნიშნობა, იმიტომ რომ იმდენად დიდარია ორგანული, ასე თქვათ, ნივთიერებებით, რომ პირდაპირ ხედავ იქ, რომ ესე იგი დედამიწაზე რაც ხდება, იმას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ყველგან მოხდება ასეთი რაღაცა. ხო, იმიტომ რომ ამიაკი და მეთანი და წყალბადი და წყალი, როგორ ვთქვათ, ყველგან არის, ბევრგან არის ყოველ შემთხვევაში, ეგზოპლანეტების მაგალითად. ხო და პლუს ესე იგი მზე და მზის მასა, შესაბამისად ასაკი ხო 10 მილიარდი წელი დაახლოებით main sequence-ი, პლანეტები, ეგრეთ წოდებული როგორ არის ტერესია კლდოვანი ხო, ჩვენ როგორც ვართ ჩვენ მარსი, ვენერა. კლდოვანი პლანეტები. ხო და რაღაცა ზომა, წონა, თანამგზავრი, აი ეს ყველაფერი ერთად და ამას რო გადაიყვანში რაოდენობაში, რაც მაშინაც დათვალეთ თქვენ ხო 100 მილიარდი ვარსკვლავი გალაქტიკა, ტრილიონი გალაქტიკა, ეს უკვე მიდის, ხო. და აი ფაქტია რომ ეს ჩვენ რისგანაც ვართ აშენებულები, ის მასალა ძალიან მარტივად მზადდება ჩვეულებრივი რამდენიმე 5, 6, 7, კაი 10 ავიღოთ ასეთი ინგრედიენტისგან და ეს რაღაცა პირდაპირ მიყევხარ იმისგან რომ ასე უნდა მომხდარიყო. ხო. ხო, მაგრამ აი მაგ ცოდნაშიც ხა ვინც მაყურებელმა რომელსაც სხვა კარგად არ იცის ეს აი დროებში როგორ არის აი დაახლოებით რას ვამბობთ როდის იწყება ეს პროცესი დედამიწაზე და როგორ გრძელდება ეს რომ ტაიმლაინს რაღაცნაირად გავყვეთ ეს ხო ესე იგი თავარი რაც არის მან ცხადი ასაკიც თავარი არის ეს კიდე ერთხელ ეს დაზაზა მაშინვე როგორც კი ასე თუ ისეთ ცოტა დაშოშმინდა დედამიწა და ვარქვათ ხო იმიტომ რომ სისტემა ახლა ვარსკვლავი აინთო ეს დისკი ტრიალებდა 1000 რაღაც და ნელ-ნელა ამან დაიკლო ხო თქვათ ახლა მარსზეც კი ესეთი ინტენსივობით აღარ ცვივა მეტეორიტი როგორც ადრე თუ რაღაც არ მოხდა აი როგორც კი დაწყნარდა ეს დაახლოებით 4 მილიარდი წელი 4 და რაღაცა ხო ეს სიცოცხლე დაიწყო ზოგი თვლის რომ 4 მილიარდი წლის წინ უკვე ყოველ შემთხვევაში აი ჩანასახი რამაც მე რასაც მოკლედ რაღაც გააჩერებდი რა თუ კი პირობები არ შეეცვლებოდა დრამატულად ამიტომ ახლა რო თქვა დაახლოებით 3 და 5 3 და 7 8 რაღაც აი ასე და ეს პერიოდი დავარქვათ ცოტა გაურკვეველი ხო ესე იგი ეს არის მოდი მინიმუმი ავიღოთ 100 მილიონი წელიწადი 100 მილიონი წელიწადი როცა შენ ასე თქვა ყველაფერი გაქვს და ამას ერთმანეთში
ურევ. ხო. გვიან რაღაც დაეჯახება ერთმანეთს და ხა ალბათობების თვლა კარგია, მაგრამ შედეგიდან თუ უკან წავალთ, ვიტყვით რომ აი მოგესტუმრა. ეს ფაშოს გენეტიკური კოდი ამას იგივე აქვს, რაც მე და შენ და ყველა საერთოდ. ხო, აი კიდე ძალიან მნიშვნელოვანია, ხო რომ ძალიან ერთგვაროვანია. ხო, სინამდვილეში ერთი ის არის. ხო და კოპერნიკის რო ვახსენე, ახლა ბოლო ხანებში ნელ-ნელა რაღაც იკვეთება, რომ დარვინისტული პრინციპი. ახლა კოპერნიკის პრინციპი რა, კოპერნიკთან თვითონ საქმე არ აქვს, უბრალოდ კოპერნიკმა ახლა დედამიწა ჩამოსვა ასე ვთქვათ, ტახტიდან, ხო? და ნუ აი მე-20 საუკუნეში უკვე გაირკვა, როცა galaktikები და სამყაროს განზომილებებს მეტნაკლებად ჩამოყალიბდა სწორი შეხედულება, ხო? ეს პრინციპი რომ ერთგვაროვანი უნდა იყოს. აი სიცოცხლეც ხა რო უყურებ შენ თქვა ფარშევანგს და აი ამ პეპელას. დაიფრინა პეპელამ და ასე შემდეგ. ეხლა ხედავ განსხვავებას თვითონ, მაგრამ რო ჩადიხარ სიღრმეში, აი ეს განსხვავება მცირდება და მსგავსება იზრდება. რასაც თქვათ ჭკვიანი ხალხი, ეხლა დარვინი, მენდელის, ამას სწორედ მსგავსებას ეძებდნენ, მიუხედავად ამ გარედან რა ჩანს ის მიუხედავად. ამისა, ესე იგი, იმიტომ რომ კანონები, რომელიც მართავენ სიცოცხლეს, არ შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს, თქვათ, თევზისთვის და მაგალითად არწივისთვის, ნიახურისთვის ან რაღაც. ეს ერთიანი რო არის. ეხლა აი ამ იმაზე რო დადგება ადამიანი პლატფორმაზე, ხო? მერე დარვინი უნდა იყოს რო გააკეთო, თქვა, ნუ ტიტანური შრომა და პირველად თუ და გაბედული აზროვნება და იმის დანახვა, თქვა, რაღაც ისა. მაგრამ ნუ აი ფაქტია რომ ეს მოხდა და ეხლა ეს RNM-ის ჰიპოთეზა რო არის, თავიდან RNM იყო და DNM მეორადია, თუმცა ეხლა უმრავლესობა სიცოცხლის DNM-ზე დგას და ნუ აი ეგ რო ავხსნათ რა, რას ნიშნავს RNM-ზე იყო თავიდან სიცოცხლე და ასე ვისიც შეგვიძლია ავხსნათ, რა არის საერთოდ DNM-ი, რა რითი განსხვავდება DNM-ისგან? თორე ყველა რა თქმა უნდა არის ეგ და ხო, არ ვიცი რამდენად შეიძლება ასე თქვა ჩაძრომა, მაგრამ ხო, ესე იგი, ნუ RNM-ი არის ესეთი თქვა ჯაჭვია, რომელიც შედგება, ნუ დღეს ყოველ შემთხვევაში 4-ნაირი ნუკლეოტიდისგან. ნუკლეოტიდი ქვია თვითონ ამ ერთეულს, ხო? ეს ერთეული არის ეგრეთ წოდებული აზოტოვანი ფუძე, ადენინი, თიმინი, გუანინი და ნუ ციტოზინი ან ურაცილია თიმინის მაგივრად RNM-ში და ეს ყველაფერი არის აწყობილი ერთმანეთთან შაქრის მოლეკულებით არის, ასე ვთქვათ. და შაქრის მოლეკულებს შორის ფოსფორის მჟავა მათ ერთმანეთზე აბა. აი ეს შაქარი არის ეგრეთ წოდებული რიბოზა, რომელიც არის 5 ნახშირბადიანი ვარსკვლავი, ის ვარსკვლავი მეცდა. 5 ნახშირბადიანი შაქარი და ესენი ერთმანეთს ებმიან და აი RNM-ს ამ შაქარში რჩება ერთი ჰიდროქსილის ასე ვთქვათ ჯგუფი, რომელიც მეორე ნახშირბადზე არის მიმული. აი ეს ჰიდროქსილის ჯგუფი, ხა RNM-ს უნარი რომ ასე ვთქვათ სხვადასხვანაირი კონფორმაცია მიიღოს, იმიტომ რომ ეს ნუკლეოტიდები კომპლემენტარობის პრინციპით ერთმანეთს ამიტომ მეორადი სტრუქტურა არის ხშირად დახლართული, რაც კარგია, იმიტომ რომ ბევრნაირი საშუალება აქვს რომ ზედაპირის შექმნას, ხო, ვთქვათ რაღაც რეაქციისთვის და ეს ჰიდროქსილის ჯგუფი არის ეგრეთ წოდებული, ნუ წყალბადურების წარმოქმნის უნარი აქვს და შესაბამისად ქიმიურად აქტიურია. ამას შეუძლია ფერმენტული რეაქცია წაიყვანოს, მაგალითად რაღაც ნივთიერება გადაიყვანოს ერთი მდგომარეობიდან მეორეში. ან ფერმენტი რასაც კატალიზატორი, ხო? მაგრამ ეს ჯდება, ასე ვთქვათ, ეს უჯდება RNM სტაბილურობად. ანუ იმდენად სტაბილური არ არის. ინფორმაციას ინახავს. თავისნაირი მსგავსის წარმოქმნა შეუძლია, მაგრამ სტაბილური არ არის და ეს სტაბილურობა რაღაც პირობებში შეიძლება ყოფილიყო საკმარისი, მაგრამ როგორც ჩანს არ იყო. საკმარისი, იმიტომ რომ აი რაღაც ასე ვთქვათ, იგივე დარვინისტული პრინციპის შემთხვევით მოხდა თუ რა, ცხადია შემთხვევით მოხდა, მაგრამ ზუსტად რა, როცა აი ეს ჟანგბადი ამოვარდა, DNM-ი არის, დეოქსიდი და იგივე რიბონუკლეიდის მჟავა. ესე იგი, ეს ერთი ჟანგბადის ატომი აქვს წართმეული და იმ ადგილას რჩება ნახშირბადზე მიმული წყალბადი, რომელიც არის რეაქციის უნარიანი. ახლა ესე აქ რა მოხდა? დასტაბილდა მოლეკულა, შესაბამისად უფრო დიდი შეიძლება ყოფილიყო ზომით უბრალოდ რა პარამეტრი და შესაბამისად მეტი ინფორმაცია ჩატეული იყო შიგნით და გადაცემული იყო. მაგრამ დაკარგა რეაქციის უნარიანობა. ამას შეასრულებს ეგრეა. DNM, RNM რიბოზიმები კიდევაც რა, ეს რიბო და ზიმი როგორც ფერმენტის სახელი, ხო? აი RNM შეუძლია რეაქცია წაიყვანოს. DNM-ს არ შეუძლია. ის მხოლოდ პასივ რაღაც ესე ზის მოსავით რა. ჩაგეტილია. დასავით ხო და ბრძანებას იძლევა. ხო. აი ეს ბრძანება არის RNM-ის, ამაზე სინთეზდება RNM-ი. რომელიც მე
ან RNM-ის ფუნქციას ასრულებს, ან ითარგმნება ცილაში, თქვა და ხა ცილა უკვე 20-ნაირი ამინომჟავისგან შედგება და აი ეს გადასვლა რატო უნდა მომხდარიყო სიტყვაზე, ანუ ეს ანუ RNM-ისთან შემდეგ რატო ჩდება DNM-ი? არა, რატო ჩდება, იმიტომ რომ RNM-ი იმდენად ვერ გავრცელდა, ხა რაღაც რაღაც პირობებში შეიძლება საკმარისი ყოფილიყო, მაგრამ ხა პირობები ბევრნაირი იყო, ხო, დედამიწაზე ერთნაირი არ იყო ყველგან, ხო, ტემპერატურა, მარილიანობა, მჟავიანობა, შემდეგ 1000 რაღაც რუსკიდე გამოსხივება მანამ სანამ ატმოსფერო დასტაბილდებოდა და აი რაღაცა ადგილებში იქ უკვე ესე იგი ვეღარ შეძლო, მაგრამ იქ მოხდა ის, რომ აი გადავიდა DNM-ში. კიდევ ერთხელ ზუსტად როდის და როგორ მოხდა, მაგრამ როგორც თავიდან დავიწყეთ, ვიცით რომ მოხდა, ამიტომ ამ პირობების სიმულირებაც შეიძლება და აკეთებს ამას ხალხი. ხო, ნუ RNM-ზე ეხაც არის, ხო, რაღაც სიცოცხლე ეხაც არის რაღაც მარტო RNM-ზე, ხო, შეგვიძლია. ხო, მარტო RNM-ზე არის, თქვა, მაგრამ ეს RNM-ი იყენებს თავისთავად ვერ, ასე თქვა, უნდა გამოიყენოს ის აპარატი უჯრედის ანუ ვირუსები. ხო, ვირუსები, ნუ ახლა იგივე კორონა თქვა, RNM-ი არის ვირუსი იყო, ახლა არის უფრო მარტივი, აი ბაქტერიოფაგული ვირუსი RNM-ზე მთლიანად და ის ასე თქვა RNM-ში ვერ რჩება. არის მეტროვირუსები, ხო? მეტროვირუსი RNM-ია, მაგრამ ის მე DNM-ში გადადის, ის ეკერება გენომში და მე უკუ გზას გადის. ეს სიტყვით, აი ეს წარმოდგენაც შეიძლება, მე ვიცი რომ შენ გიყვარს ეს. ხო. საზღვრო წარმოდგენები. აი ყველაფერი ხდება. მაგრამ ერთი ძალიან საინტერესო რაღაცა რომ DNM-ს მაგალითად აი DNM-ი თავარი მოლეკულა ვთქვა, ხო, თავარი მოლეკულის თავარი ფუნქცია, ასე ვთქვათ, მისი ასლების დამზადება, ანუ რეპლიკაცია, შეიძლება თქვა რომ თავარი ფუნქცია არის სიცოცხლის, ხო? და ფერმენტული კომპლექსი, რომელიც ამას აკეთებს, არის თავარი ფერმენტული კომპლექსი. იმას რეაქციის დაწყება არ შეუძლია. იმისთვის რომ შენ DNM-ზე დაამზადო DNM-ი, შენ გჭირდება RNM-ის ეს პატარა მოლეკულა, რომელსაც ქვია პრაიმერი. ხო. ის უნდა დაჯდეს DNM-ის ჯაჭვზე, ზუსტად და იქიდან მერე DNM პოლიმერაზა ქვია, უნდა დაიწყოს DNM-ის სინთეზი. და საინტერესო რაღაც არის თავისთავად. ანუ და თანაც მიდის ყოველთვის ერთი მიმართულებით, ახლა ამ ნუკლეოტიდების ორიენტაცია აქვს რა. ესე იგი RNM-ი ფაქტობრივად აი ჩვენ რასაც როცა რეპლიკაცია, ახლა ჩვენ ვიწყებთ ერთი უჯრედიდან, თავად დაახლოებით 15-17 შეიძლება 20 ტრილიონი უჯრედი, ხო? და 50 გაყოფა არის რა და წარმოიდგინებთ. ეს გულისხმობა ადამიანს, ხო? ხო, ჩვენ შემთხვევაში და ნუ ერთი უჯრედიდან რამდენზე ავდივართ? რამდენი ტრილიონი თქვით? 15? 15-20 დაახლოებით რა და DNM-ის მანძილი რო გახსოვთ ძალიან შთამბეჭდავია, ეწყება 2 მეტრიდან თავდება 30 ტრილიონი კილომეტრით, ვთქვათ. ხო, აი გრო ახსნათ შეგვიძლია, ბევრს გაუგეშა, მაგრამ ვერ ხვდებიან ხოლმე, მაგას რას ნიშნავს ეს ამდენი ეს დახვეული როგორ არის და რას. თუ შეგვიძლია. დიახ, არის როგორ გამოვა, ეს. ვერ გამოვიტანთ ფიზიკა. და განაყოფერი უკვე სუჟეტი ავიღოთ განაყოფერებ, თქვათ ადამიანის, ხო? ამით არანაირი განსხვავება არ არის პრინციპული გარდა იმისა ზომისა და რა ინფორმაცია წერია შეგნით, ხო? ეხლა არის ჩვენი გენომი არის დაახლოებით 3 მილიარდი ნუკლეოტიდისგან შედგება. ზომა რო ავიღოთ არის რაღაც 1 მეტრი. ერთი ნუკლეოტიდი არის 0.34 ნანომეტრი და 3 მილიარდი არის ნუ 1 მეტრი. რადგან 200 გვაქვს. ამიტომ ეს არის 2 მეტრი. ანუ შენ ვაიღო უჯრედი, ჩვეულებრივი უჯრედი, მას თქვა სომატური უჯრედი და იქიდან DNM-ი ამოიღო და ესე გაწელო და ალაგო ჩვენი ქრომოსომა ყველა ერთად, გამოდის 2 მეტრი. ხო. ეხლა ეს რო გაიყოფა ერთხელ, აქედან რო გამოვა 2 უჯრედი, ეხლა იმათი ჯამი არის? ხო, შესაბამისი 4 მეტრი. ხო, და ეს რო იყოფა 50-ჯერ რო იყოფა უკვე ადის. ეხლა წარმოიდგინე, იყო ამ ხელა და ტრილიონი უჯრედიდან მილიარდობით კილომეტრი მზის სისტემის ის არის ფაქტიურად რა ეს რო გაჭიმო. ნუ ეხლა ეს გასაგებია დახვეულია და კომპაქტურად არის შენახული, მაგრამ რაოდენობა რო აიყო ამ ნუკლეოტიდების, ხო? სულ ყველა არის ახლა სინთეზდება. ხო, მაგრამ ისე იმდენად კომპაქტურად არის, რომ ერთი პოდკასტი ჩვენ ადრე გქონდა კიდევაც განსაბრაჭველი ყავდა, მეგონი შენ მოვსმე, მან იყო საუბარი ზუსტად იმაზე, რომ რამდენად შეიძლება მაგაში ინფორმაცია შეინახო რა, ანუ ტექნოლოგია. პოდკასტი ძალიან მაგარია. ხო, მაგაზე ვისაუბრეთ, ხო, რომ ანუ ამ DNM-ის კომპაქტურობა რატომ შეგიძლია რომ აქ ინფორმაცია შეინახო ციფრულად მე რა, რაღაცნაირად რა. თუ გახსოვს მაგაზე საუბრობ, ხო? შეიძლება შეინახო რა თქმა უნდა. ხო და ეგ იდეაში ანუ რამდენად კომპაქტური რაღაც გამოც. ხო, უბრალოდ გამახსენდა და ზაზამაც მაშ ზაზასთან იყო საუბარი, ბოლოს შავხროლი კომპაქტური. აქ არის ხო, სუპერ, მაგრამ DNM-ში, ნუ აი მაგალითად როგორ ვთქვათ რა, ვთქვათ აი რო ავიღოთ ბაქტერია, თქვა მაგ პროექტის იდეა იყო კახაბენდუგიძესთან ადრე, რომ ეშერი ხეკოლის გენომში ჩვენ ჩაგვეწერა ვეფხისტყაოსანი. ხო, გითხვამს ეგ ჩემთვის ადრე, კი მახსოვს. ეტევა მთლიანად
ხო. და უჯრედს არაფერი არ მოსდის ის და თვალშეს ის უჯრედში. ანუ ერთ უჯრედში შეგიძლია შეიტანო უბრალოდ ამ ხელა ინფორმაცია, ხო? და ბრიტანიკას წერენ MIT-ის ხალხმა. და შენახვითაც ძალიან დიდხანს ინახება, ხო, არ ზიანდება. მუდმივად ინახება, ფაქტიურად. აბათ ეგ არის ხო რომ წაიკითხო შენ რაღაცა მანქანები სპეციალისტი სჭირდება. მაგრამ ბოდიში და ხო რომ დაბეჭდო შენ წიგნი არანაკლები ინფორმაციის მასალა გჭირდება, ან ტექნოლოგია თქვა კომპიუტერული ახლა ხო და ბეჭდვითი ლაზერული და შენ ხო და აქ ესე იგი ნუ რუსთაველი რა გაზომოთ 250,000-100-ა დაახლოებით რა და თითოეულ რო შენ გენეტიკური კოდის პრინციპი დააკოდირო ანუ 3 ნუკლეოტიდი ჩაუსვა და კიდე დაუმატო სათაურები და რა თქვა გამოდის მილიონი ნუკლეოტიდი ხო მილიონი საშუალო ზომის ბაქტერიაში თავისუფლად შეგიძლია შენ დაამატო რაღაცები შეგიძლია გამოვაკლო და ესე ჩასვამ და თანაც მოგიშნო მაგალითად მწვანე თანდელი სანდერძი იქნება მწვანე გაჯეთის ციხე იქნება წითელი და ასე და მარტივად ახლა ბრიტანიკა შეყავთ მართლა იმიტომ ნუ ითვლება რომ კარგი შესანახი ადგილია რასთავარია თქვა შენ ინფორმაცია ჩაწერო საიდუმლო მაგალითად რაღაც ატომური ბირთვული შენა და შეგიძლია ცხილის ქვეშ და იმას ვერანაირი დეტექცია საზღვარზე და იმაზე ვერ ეგ გადაიტანო ხო? ხო, ჩაწერდა რომ მე დაასეგვანირებს ხო. დამატებად ხდება. თვალით არ ჩას ხო? ხო, მაგრამ ეგ შეგიძლია უკვე რეალურად დღევანდელ ტექნოლოგიებში. ეს სინთეტური ბიოლოგია არის ბოლო, ასე ვთქვათ, ნუ რა ვთქვათ, აფეთქება შეიძლება არა, მაგრამ ძალიან დიდი პროგრესი, რომ ეხლა დნმ რომელიც უმთავრესი მოლეკულა, ყველაზე ადვილი ხელოვნურად დასამზადებელი არის დნმ-ის მოლეკულა. RNA-ი რო დაამზადო, ხანდახან აი CRISPR-ისთვის იყენებენ თქვა RNA-ის რაღაც. RNA-ი რო დაამზადო, უნდა აი babysitting რასაც ქვია რა, რაღაცა მიაბა, მოაბარო, ასე თქვა დაასტაბილო. DNA-ი პირდაპირ ყველაზე მარტივი დასასინთეზებელია და შესაბამისად ის მე ავტომატურად მუშაობს თავის თავს ასლს ქმნის და შენს გიმზადებს რაც გინდა ცილა იყოს ის გინდა RNA-ი ინფორმაციის შენახვა და რაღაცა ხო თავის თავს. შენ შეგიძლია ისეთ ძალიან დიდი DNA-ი დაამზადო, რომელიც ეს ინფორმაციას ინახავს, მაგრამ არ გასცემს. მაგრამ სანამ შენ არ წაიკითხავ, ანუ არა გენის ფუნქცია არ არის სავალდებულო რომ კონდეს. ძალიან საინტერესოა. მაგრამ ეხლა დავუბრუნდეთ ჩვენ იმას, რაც საუბრობთ, სიცოცხლის სოიქ წავედით, ეხლა რაც საინტერესო იყო, მაგრამ აი თავიდან მოკლედ ვამბობთ, რომ ეს რაღაც სუპს რასაც ეძახიან, პირველი რაღაც ეგეთ სუპი იყო, პირობითად. სუპი, არ ვიცი, მე წყალი, ოკეანე დავარქვათ რა. ხო, ამ სუპს გულისხმობ აი ის მასალა რაც იყო იმისთვის, რომ სიცოცხლე გაჩენილიყო რა და ამ მასალამ რაღაც ერთმანეთთან კავშირებით რაღაც პერიოდის განმავლობაში ვიცით ხდება და აი ეს პირველი ტიპები როგორები არიან, რა ვიცით რა, მე რაღაც ამიკითხავს მაგაზე ბევრი, რომ როგორი დაახლოებით როგორი შეიძლება ყოფილიყო ესეთი პირველი რაღაცები არა, მაგრამ არის რაღაცა ნამარხები, რომლებიც დაახლოებით ვიცით რაღაც რა ფორმის სიცოცხლის არის ხო და მე მაინტერესებს ჩვენ რა ვიცით ეხა აი რა შეგვიძლია ვთქვა პირველ ტიპებზე აი როგორი უნდა ყოფილიყო თავიდან სიცოცხლე რა აი რანაერია და მე შეგვიძლია ცოტა უფრო კომპლექსური თავიდან უნდა ვთქვა თავად რომ ეს წყალში ხდება თავიდან რა თქმა უნდა და გარეთ ხო ფერი ატმოსფეროს ასე ვთქვა ოქსიგენიზაციის თვალსაზრისით და ნუ ცხოველები და გარემოც ისეთი იყო რომ ანუ ეხლანდელი სიცოცხლე რომ იმ დედამიწაზე მოხვედრილი იყო რა თქმა უნდა ვერ იცოცხლებდა ხო იმიტომ რომ ვაფშე სხვა სიტუაცია იყო მაგათ ხო? ესე იგი, ნუ მოდი ხესად ვთქვა 3.5 მილიარდი წლის არის ხო? აქედან 3 მილიარდი წელი ეს მიდიოდა ოკეანეში. ანუ იქ მოხდა ყველაფერი ლურჯ წყალსატევებში. ბოდიში ჩაგეჭრები, იმიტომ რომ მაინც რო კარგად გაიგოს, ვინც გვიყურებს შეებართ. დედამიწა არის დაახლოებით თუ არ მეშლება რაღაც 4 რაღაც. ხო, და სადღაც 9 მილიარდი წელში მოკლედ ეს პროცესი იწყება. დაახლოებით. თავიდან ხო რაღაც დაწყებული არის ალბათ. აი 3.5 მილიარდი წლის წინ უკვე კარგად ხედავთ აი კარბონის ფიქსაცია რასაც ქვია, რომ ესე იგი იქ რაღაც ეს პროცესი მიდიოდა, თორე დაწყებით ალბათ უფრო ადრე დაიწყო. ოკეი. ხო. და ნუ ხო, მოკლედ როგორი წარმოგვიდგენია ეს რა არის? წარმოგვიდგენია ის რომ ესე იგი აი ნუ ეს ნუკლეოტიდები რაღაცნაირად დაალაგდნენ ერთმანეთთან, იქ რაღაცა გარსივით გაჩნდა, ეხლა ცხიმოვანი მჟავა ორგანული წარმოშობის არის, მაგრამ იყო რაღაცა ეს კოაცერბატების რაღაც. და როგორც თავარი რაც იყო, ეს იყო ინფორმაციის მატარებლობა. შენახვა და გადაცემა არის უნარი. ეს არის სიცოცხლე იდეაში? ეგ შეგვიძლია ვთქვა, თუ რაღაც თუ ვილაპარაკეთ იმაზე რა არის სიცოცხლე? როგორ რა ვთქვა, თავარი ასე ვთქვა პრინციპი ეს არის სიცოცხლის.
რა ფორმას მიიღებს მე უკვე ანუ სიცოცხლე არის ინფორმაციის ტარება და ინფორმაციის ქონა და მის გაატანა, ეგ არის სიცოცხლე. ქიმიური, ასე ვთქვათ, რაღაცა სისტემა. მაგრამ ვიღაცა ხო შეიძლება შეგედაოს მაშინ პირობითად ვამბობ, რომ სამყაროც ხო. რა თქმა უნდა, არა, გულისხმობ რას, რომ აი მაშინ სამყაროც, კი არა, თლიანი სამყაროც სიცოცხლე შეიძლება იყოს, იმიტომ რომ სამყაროც სხვა ინფორმაცია დაატარებს. რა თქმა უნდა, ახლა ხო ხტები რას ვამბობ. რა, კიდე შენ დაზამაც მაღაზიაზე ვარაკეთ რა, რომ შეუძლებელია. მე ეს ახლა ეს არ არის მე რა მჯერა და ეგეთ რაღაც არ ვამბობ თქვა. რომ აი რომ ამას კარგად რომ არაფერი რთული არ არის დაждომა და წაკითხვა და სწავლა უნდა მეტი არაფერი. მოკლედ ორგანიკა, აი მილერული ეს ექსპერიმენტი რომ ნახო და მე აი მურჩისონის მეტეორიტზე შევიდა ველაპარაკო და რაღაცები დაალაგო. ნუ ხედავ რომ ნუ არაფერი განსაკუთრებით რასაც ვხედავთ სამყაროში არაფერი დამატებითი ის არ ჭირდება იმას რომ ეს გაჩნდეს მაგალითად ანდრომედას გალაქტიკაში. კი ანუ ჩვენ გალაქტიკას ვიყურებთ. ნუ ანუ აი ესე როგორც ვარსკვლავები, ხო? ისევე როგორც პლანეტარული სისტემები, შავი ხვრელები, ნეიტრონები, ვარსკვლავები, სუპერნოვები, რაც კი არ ყო აი ასეთივე კატეგორიის მოვლენა. მაგალითად ერთ-ერთი მდგენელი ამ კონცეფცია დავარქვათ, რა რომ დააკვირდებ თქვა, თუნდაც ჩვენ მზის სისტემას, ხო, სადაც მიხვალ შენ თუ სიცოცხლეს ვერ ხედავ, ხედავი მიზეზებს, რატო ვერ ხედავ სიცოცხლეს. ხო, ვენერაზეც ხელა, ხო, მარსზე ცივა, იქ გოგირჯავას ღრუბლებია, აქ წყალი, ნუ ერთ დროს იყო, იმიტომ რაღაცები არის, მაგრამ ნუ შორს არის თქვათ აი იგივე იუპიტერის თანამგზავრებზე ხო რაღაცა შეიძლება იყოს, შეიძლება არ იყოს. ანუ აი ამ ახლა თქვათ აი იგივე იმას ევროპაზე ხო? ეს ყინულის ის რო არის, ახლა ფიქრობ რა, რომ ახლა თუ კი ეს მთელი ეს ნაწილაკები დაფრინავენ მილიარდ წელზე არის ლაპარაკი ხო? ეს განზომილება. ხო იქ რაღაცას დაინახავს. შესაბამისად თქვათ ავიღოთ ჩვენაირი გალაქტიკა ხო? ანდრომედა დაახლოებით, ცოტა დიდი კი არის, მაგრამ ეხლა იქ რო რამეს ხედავ ისეც რაც სიტყვი რომ ვა ეხა იქ არის და აქ არ არის. არა, ჰომოგენური არის ხო მაგ სამ. ხო, ესე იგი ერთ მრავალფეროვანია ფარშევანგების და იმის არ იყოს რა, მაგრამ პრინციპი იგივეა, ხო? ვარსკვლავები და შესაბამისად, ნუ გრავიტაცია, ნუ ხო, არ მინდა ფიზიკოსების. ხო. გადავიჭრა. აი ამავე დავარქვათ ლოგიკა, თუ რაღაც აი ამასვე მისდევს. ის და როგორც ასტროფიზიკოსების ვაუ სიგნალი რომ წაიკითხეს და ნუ მე კი დაიგარი თქვა ჩვენთვის ეს მურჩისონის მეტეორიტი რომელიც სავსეა 70-მდე ამინომჟავა. მათ შორის არის თქვა ჩვენ თავარი რაც არის ალანინია, გლიცინია, გლუტამინია. შემდეგ და ნუ ორგანიკა ბევრნაირი ნუკლეოტიდების შემადგენელი ნაწილები და შაქარი. ანუ ეს მეტეორიტი რომელზეც ვსაუბრობთ არის დაახლოებით რაღაცა მინიმუმ 4-5 მილიარდი წლის, რომელიც ჩამოვარდა რომელ წელს მე 69-ში და აქ არის ფაქტიურად ყველანაირი საშენი მასალა, ანუ სიცოცხლის. ყველა არ არის თქვა. ხო, რაც მნიშვნელოვანია. ხო, მაგრამ თქვათ აი რაც არ არის ეგრეთ წოდებული პროტეინოგენური კაცი ჩვენ არ ვიყენებთ ცილების ასაცილებლად, მაგრამ ის ამინოჟავებიც არის, იმიტომ რომ ეს ჩვენ ნუ ბჭყალებში შეგვიძლია თქვათ ამოვარჩიეთ ეს 20. ამინოჟავა 20-ნაირი ამინოჟავები. ჩვენ აი იმათ რა. ხო. 3.5 მილიარდი. ოკეი, ხო. ხო, ანუ ფაქტიურად ბაქტერიებმა და ბაქტერიები იყო პირველი. ეს გზა აირჩიეს. ხო, თორე იქ ბევრი რაღაცა უცურავდა რა. ახლა ნუკლეოტიდების რამდენიმე ნაირია. ეხლა ამინოჟავები ესე იგი იზომერები ხო, ელი და დ, თუ ჩვენთან ელია ძირითადად, ეხ დი იზომერი შექმნა, ესე იგი რაღაცა, ანუ ეს არა, ხო, ეს რა არის მნიშვნელოვანი, რომ ამათი ჩამოყალიბება არის აბიოგენური. ანუ სიცოცხლის შედეგი კი არ არის ესა. სიცოცხლის შედეგი იყოს თქვათ რა, მაგრამ ეს ცხადია რომ აი მილერეურის პრინციპით, რადგან სხვა შედარვინმა იწინასწარ მეტყველა ეს ჯერ კიდე. წინასაუგუნეში რომ ეს თბილი გუბეების ჰიპოთეზა იყოს ეს. რომ ეს იმდენად ბუნებრივი პროცესია, რომ ეხლაც სიცოცხლის წარმოშობა ეხლაც ხდება, ან უბრალოდ მოხდებოდა. აი რა თბილ გუბეებში. ნუ ეს ცოტა მეამიტური ის არის, მაგრამ ნუ თბილი გუბე კაია რა. სხვა შორის ერთი რომ არ იყოს, ბოდიში, აი რომ არ იყოს სიცოცხლე უკვე ასე აგრესიულად მოდებული. იმას ხელად შთანთქავს. და რო უცებ რო გააქრო, დაიწყება თავიდან რა. რა ვარ დაიწყება. ნესმის. სხვა შორის მაგაზე გუბეზე გამახსენდა, ეგეთი მოაზროვნა იყო ანაქსიმანდრე, მე მგონი. ძველი ბერძენი, ხო, პლატონოვის და იმაზე ბევრად ადრე და მაგის ტექსტი მაქვს წაკითხული ერთგან როგორ ხსნის, როგორ უნდა გაჩენილი იყოს სიცოცხლე, როგორ ვარაუდობს და აი ზუსტად ეგრე აქვს სხვა შორის თავიდან იყო ცხელი რაღაცნაირ ტალახიოთ, გუბეოთ რა, აი შეიძლება ტბელ მსახსოვდეს ეგ არ ვიცი, ანაქსიმანდრეს ტექსტი ხო არ გასწორ შენ შემთხვევით.
ხალისი რო ყველაფერს წყალს მიაწერა. ხო. რომ იყო აბსოლუტურად წყარო ყველა სიცოცხლის, მაგრამ კი. ხო, აი ანაქსიმანდრესთან იყო ტალახია თავიდან და ამ ტალახში ერთმანეთში რაღაცები დამუშავდაო და მოკლედ ძალიან გავს იმას ეს ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ. ეს ძალიან დაინტერესებული პეპელა სხვათა შორის მე მგონი. სამყაროს სიმით არის და გვისმენს. ხო და მოკლედ რო გავაგზავნოთ სისტემა ესე იგი, ანუ წარმოვიდგინეთ, короче, რაღაც თავიდან გაჩნდა რაღაც ეს ფორმის სიცოცხლე და მე როგორ იწყება ამის განვითარება რა? ანუ აი, საიდან, ანუ იმიტომ რომ ადამიანი ვიღაც ხარ, გვისმენ შევა სკეპტიკულად უყურებს, რომ აი რა, ამ რაღაც ერთ იმიდან ამდენი როგორ, მაგრამ აი მაგაზე რა გვაქვს პასუხი რა? ხო, აი განვითარება იმიტომ რომ რამხელა რაღაც ხდება. აი დასაგენას გულისხმობ რა, განვითარება არის ასე აი მოდება. აი რადგან ის თავის მსგავს შექმნის უნარი გააჩნია, ხო? აი ასეთ პოლიმერებს როგორც არის DNA, RNA, შეიძლება თავისი მსგავსი წარმოშვა, რაც სხვა ჩვენთვის ცნობილ ქიმიურ წყალს ვაღეთ არ შეუძლია თავისნაირი წარმოშვას, ხო? არც რაღაც მეთანს, არც რაღაც სხვა ორგანიკა რაც არ თუნდაც ესე ჯაჭვები რო ავიღოთ ცხიმოვანი მჟავები. მაგრამ აქ მე ერთვება საქმის ევოლუცია, ანუ აი ევოლუცია თვისება არის. აი ეგ მაქვს შეკითხვა კიდე, ხო, აი ისეთ შეკითხვა შეიძლება მიამიტურიც, მაგრამ ანუ აი ის რო არის, ხო, ის კვერცხი იყო პირველიო თუ ქათამიო თუ რაღაც რა და ევოლუცია და სიცოცხლე, ანუ ევოლუცია ჩდება რეალურად სიცოცხლესთან ერთად, ხო? სიცოცხლემდე ხო ევოლუცია არ არსებობს. ანუ რადგან აი თვისებაო თქვი. ხო, როგორ რაღაც არის, იცი როგორც თქვა, რომ გრავიტაცია არ არსებობს, მანამ სანამ არ გაჩნდება ორი. ორი ობიექტი, რომელსაც მასა აქვს. აი როგორც კი ეს ორი ობიექტი ჩდება, გრავიტაცია ჩდება. ხო, აი მე არ ვიცი გრავიტაცია ჩდება. გრავიტაცია არის, ესე იგი, თვისება, რომ თუ კი ორი ობიექტი გაჩნდა, ისინი გრავიტაციის მაგრამ მანამდე გრავიტაცია არ არსებობს, თუ ის ორი ობიექტი საერთოდ არ არსებობს, აი ეგ ხო, ეგზისტენციალური შეკითხვაა ასე. აი არ ვიცი. ახლა აქ ევოლუცია ესე იგი არის სიცოცხლის თვისება, რომ ეძებოს აი გაწონასწორება გარემოსთან. აი გაწონასწორება აი ამ თვალსაზრისით შენ ხა ვერ იტყვი რომ შენ უფრო განვითარებული ხარ ვიდრე ეს ჩვენი იმიტომ რომ ნუ სიცოცხლეს აქ არ არის მიზანი, ხო? პროცესია, ისე ჩვეულებრივ ისე როგორც თქვა თების წარმოშობა, ხო? ახლა შენ ვერ იტყვი რა ხო უშვა იმისთვის გაშენდა რომ თქვა ვიღაცას მოეწონა. რაღაცა ფონებულები ვართ რა თქვა, მაგრამ ну მესმის უნება გულცივი ახლა საინტერესო ის არის რომ ბიოლოგიურ სისტემაში ყოველი ნაბიჯი არის აბსოლუტურად ბრმა. მაგალითად მანქანა რომელიც ახდენს, ну აპარატი რომელიც ახდენს თქვათ აი RNA-ის ტრანსლაციას ცილაში, ხო? ეს არის ბრმა, იცი რა თვალსაზრისით რა ინფორმაციას გადაწერს ის არ აინტერესებს. ოკეი. უბრალოდ მექანიზმს ეძებს თავის. აი ამით სარგებლობენ ვირუსები, ხო? თქვათ, ну ის მაგალითად რო ავიღოთ კორონა გონდა რა შეგოდა თავის RNA-ს უშვებს შენ უჯრედში, ხო? და შენ უჯრედში ეს მთელი აპარატი რომელმაც უნდა ეს ვირუსები დაამზადოს, ამზადებს, იმიტომ რომ იქ რაღაც ინფორმაცია წერია. ამას შენი რიბოსომები ვერ არჩევენ, მოდ იცი რაღაც წერია, ამიტომ ეს პირაბით აი უხეშად რო წარმოიდგინო, თქვათ აი რაღაცა სამზარეულოა და იქ რეცეპტი უნდა შეაგდო შენ და იქ ხალხია რომელიც რასაც შეუგდებ, იმას გააკეთებენ, არ ინტერესებთ ეს ცუდია, კარგია, დაიხოცონ თვითონ. ხო, ხდება. ხო და აი ესეც ერთგვარი თვისებაა რა, სხვანაირად რო დაუგვირდებ ერთს იქნება რა, იმიტომ რომ სიცოცხლე არის ძალიან ერთი ძალიან მარტივი მოვლენა არის, ხო? და აი შრედინგერის ეს ცნობილი წიგნი 53 წელს ეს რა არის სიცოცხლე ფიზიკოსის თვალსაზრისით. თან ახლა შრედინგერი ეს ვიღაც წვრილფეხა კი არა. კვანტური ფიზიკის ატარი, ხო? იქ ესე იგი უბრალოდ აი რა უნდა იყოს გენი იმისთან, რომელიც ამდენი ხანი ძლევს, ამდენ თაობაში, ხო? თქვა და კიდე აი ინფორმაციას ინახავს და პერიოდული კრისტალის ცნებაში მოიტანა და იქ არის ძალიან საინტერესო ეს მე-6 თავში ცალკე აბზაცია. ну ისა წერს რომ გავიგოთ რა როგორ მუშაობს გენი, ალბათ ახალი კანონების აღმოჩენა იქნება საჭირო ფიზიკის, რაც არაფერი გაუგონარი არ არის ამაში, ხო? ყოველთვის იყო დრო რა აი კანონები ნიუტონამდე არ ვიცოდით და ნიუტონმა ეს კანონები დაგვიდო. ხო და ეგ არის დნ რატო არის ეს მეორადი ორმაგი სპირალის კრიკი და ვოტსონის საინტერესო რომ არათუ ახალი კანონები არამედ იმდენად მარტივი აღმოჩნდა რომ აი ხო გენა ვერტის მოდელი ვერც წარმოედგინათ სანამ მტკიცებულება არ მიიღო წყალბადური ბმები როგორ წარმოიქმნება საკმარისია ამის გასაგებად რა. ხო და ესეც სხვა შორის ითვლებოდა ერთ-ერთ საინტერესო ესე დრამატულ ცვლილებად რა რომ შრედინგერის სიტუაცია ხა ხო თქვა და არაფერი ახლა არ შეითვალა იმას რაღაც შეეშალა და სისულელე თქვა, ну ამას ელოდა და გაირკვა რომ ეგრე არ არის. ამდენად აი ხო გენები სიმარტივეში სირთულე წდევს. მაგრამ როცა შენ
აი ამ ასე ვთქვათ ძალებს დაალაგებ, რაც ქმნის ვთქვათ რაღაცა შედეგი მოაქვს, ხო? იგივე მთაწარმოშობის სისტემა რა. ძალიან საინტერესოა ჰიმალაები და ალპები და კავკასიონი, მაგრამ ხო ვიცით რა ძალებით იქნება, ხო? ტექტონიკური რაღაცა იმის შეხედვით როგორი ქანებია ის ან აიწევს, ან დაიწევს, რაღაც მოვა და ნუ აი ამდენად ეს აი იგივე იმასთან გვაქვს საქმე. ასე ვთქვათ კანონებთან. და ასე ჩვეულებრივ შეგვიძლია 7-ად ვთქვათ, რომ ეს მე ამ ხელ მრავალფეროვნებას ესე ვიღებთ, ხო? ხო, ნუ ფაქტია რომ ვიღებთ. ხო, მაგრამ კიდევ ერთხელ ეს მრავალფეროვნება არის მაინც ერთ იმაზე, ხო, იმიტომ რომ აი გენეტიკური კოდიც კი, ანუ აი DNM-ში ეს დავარქვათ ამბანის ცოცხლის ხო 400-იანია და ენა არის ამ 3-300 არის დალაგებული და კიდევ ბევრი რაღაც არის რაც ვთქვათ ამბობს რომ ეხლა ეს გენი ჩაირთოს, გამოირთოს, იმუშაოს. დანებებსაც ეს ყველაფერი ჩვენთვის ცნობილი ცოცხლის ყველა ფორმას 1-2 გამონაკლისის გარდა აქვს საერთო. ისევ როგორც ენერგიის წყარო შაქარი, ხო? ერთ-ერთი და აი გიყო რომ ესე იგი მცენარეები ამზადებენ შაქარს და ამზადებენ 20 ამინომჟავას. ჩვენ ნახევარსაც რატო ვართ ასე აგრესიულები, ხო? ჩვენ უნდა მოვსპოთ სიცოცხლეს, ხანერად ვერ ვიცოცხლებთ ჩვენ თვითონ. ხო, მაგაზე ხშირად მიფიქრია, რატო აირჩია ეს ხო ამ სიცოცხლეს ევოლუცია, რავი, ანუ რომ სიცოცხლე მოსპოს და ისე ვერ არსებობს, ხო? ეგ მცენარეების გარდა რა. ხო, მცენარეების. ხო და რატო არის ეგრე შენი აზრი? ხო, აი ჩემი აზრი ახლა მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ თქვა ვეტყვი მას, არა მარტო ჩემი აზრი, არა. ესე იგი, ფოტოსინთეზი აუცილებელი პირობა ხო, რომ ესე იგი ის ენერგია გადავიყვანოთ ქიმიურ ენერგიაში, ანუ მზის ენერგია და იქ ნახში რო ჟანგი წყალი და კეთავს ამას შაქრის მოლეკულაში, ერთ-ერთი საწვავი ჩვენ უშაქროთ. უშაქრო დიეტა ხო იცით? ეს არის. უშაქრო ყოლა. ხო და ის ასე თქვა ჩვენმა წინაპრების აი ბათნა ჯერ კიდევ აღლინჯოების რო არ იყვნენ. ესე იგი ფოტოსინთეზი ჩვენ დაუტოვეთ სცენარეებს. ჩვენ გამოვედით მაქედან. ხო, მაგრამ შესაბამისად ეს შაქარი შენს რაღაც უნდა მიიღო, ხო? საიდანღაც უნდა მიიღო. შენ ვერ ამზადებ თვითონ. ამიტომ უნდა ეს სცენარი თვითონ ამზადებს, ხო? იმ პრობლემა რო კარგად მიხვდეს, ხო? თავისი პროცესია. სცენარები ალჯი, რასაც ქვია, ბაქტერიების ნაწილიც ამზადებდა ამას. და 20 ამინომჟავა, რაც თავარია ეს და გადამწყვეტი მან. ჩვენ ანუ ცხოველები და ცხოველებში იგულისხმება უკვე აი ეს სუმფლად პატარა წყლის ცხოველები და მერე ნუ მწერები და შესაბამისად ყველა ხერხემლიანი უხერხემლო ძუძუმწოვარი არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ წავედით ეს ფოტოსინთეზი დაუტოვეთ სცენარეებს იმის იმედით რომ იმათ შევჭამდით სცენარეებს და რადგან ჭამთ სცენარეებს ხო მოდი ბარემ კიდე რისი წარსება შეგვიძლია შაქრის გარდა რაღაც ეგეთი ის გაჩნდა და ნუ აი ნახევარი ასე თქვა აუცილებელი საშენი მასალის ანუ ჩვენ 20-ნაირი ამინომჟავადან ერთიც რო დაგვაყლდეს ხო ჩათვალე რომ ნუ სიცოცხლესთან შევთავსებელია რა ლეთალური რაღაც არის ამიტომ შენ გჭირდება ყველა და ეს 20 ამინომჟავა მცენარებში არის ზოგი ხანდახან კითხვა ჩდება რომ საერთოდ რატო 20 არ დაუტოვეთ რა იმიტომ რომ იმდენად აგრესიულია საერთოდ რა სიცოცხლე ხო შესაბამისად ნებისმიერი food chain რასაც ქვია ხო თქვა ჩვენ იმას თქვა შენ მარტო ხორცს ჭამდე ხო შენ ხორცს რო ჭამ იმ თქვა გოჭია ვიყოთ მაგრამ საწყალი გოჭი გოჭიდან შენ ღებულობ რა ფენიღალანის თქვა იზოლეციის მაგრამ ის იმას სცენარისგან ღებულობს ჯამში ეს სცენარესთან მივა მაინც აუ ეგ საინტერესო პოინტი ანუ მაინც სცენარეზე გადიხარ ხო გადიხარ ამდენად აი ეს ძალიან საინტერესო თვისება არის რომ არა მარტო ინფორმატიული თქვა DNM-ში რა ენაზე არის ინფორმაცია შენახული ანუ ბიოქიმიურადაც აი ძალიან ერთიანია მე ხვდები ხო აი თქვა აი ცხოველები ხო მტაცებლები რატო არის ესეთი ნუ სტატისტიკია რომ შეხედო რა ყოველ დღე ვიღაცას კლავს ხო ლიმიტი ხო იმიტომ რომ თქვა აფთარი კლავს ზებრას იმიტომ რომ ზებრა ჭამს სცენარეს და იქიდან ხო და ეგ მიკვირს რომ რატო ვერ მოხერხდა ისე რომ რაღაც ცოცხალი ორგანიზმი მაგალითად არ ჭირდებოდეს ვიღაცის გავლით და თვითონ რომ ახერხებდა ეს თქო რა მაგას სცენარი იყო ეგეთი რა მაგრამ არ დააცადეს ეხა სცენარები გამოვიდნენ და ხო და რატო არ დააცადეს რატო არის იმიტომ რომ სცენარები გამოვიდნენ პირველები და 50 მილიონი წელი დაჭირდა დედამიწის იმიტომ რომ ხა სტერილური იყო ხმელეთი ხო და რომ გამოდის აი ეს თქვა იმასაც ხაზი გავუსვათ ამ სცენარე თავიდან წყლის გარეთ საერთოდ არ არის თავიდან ხო არაფერი ხო მარტო ყველაფერი ხდება წყალში ასე თქვა სტერილური ხო აი ეგ სტერილური როგორია როგორ ვინც გვიყურებს და გვისმენს რო წარმოიდგინოს უბრალოდ უდაბნოა უდაბნოში რო წახვიდეთ და ნუ ხა კლდეები ქვიშა კლდე ლავა
ну ახლა რა საინტერესო იქნებოდა ხა ეგ სამყარო რომ ენახა. თები, ანტიკლინების სინკლინები ყველაფერი იყო, მაგრამ არ გარეთ გამოდიხარ მოკლედ ქვემოთ სიცოცხლე და აქ არის აი არაფერი. ხმელეთი. კლდე. თა. აი საჰარა. ო. ნამიბიის უდაბნო. სადღაც ქვიშაც არ არის სიტყვაზე, ხო ალბათ? ჯერ ხო იქ ქვიშაც ალბათ არ იყო, ქვიშა მაინც უფრო რაღაც. არა, ქვიშა შეიძლება იმიტომ რომ დინარები იყო უკვე, ხო? დინარე მოდიოდა, იმიტომ რომ ხა ეს. წყალი ორთქდებოდა, ეს ტრიალდებოდა, მაგრამ ოთხს ახლა ის არ გადააქვს. შეიძლება სადღაც რაღაცას პორას ავიდა, მაგრამ სიცოცხლე. და აი ესენი ხმელეთზე გამოვიდნენ მცენარეები. აი ეს ამოსვლის პროცესი როგორ ხსნის მეცნიერება? მათ შორის მცენარეების პირველად. როგორ ხდება ეს ამოსვლა? ამოსვლა ხდება, ესე იგი სიცოცხლე ესე ვთქვათ ოკეანე გაჯერდა, ხო? იმიტომ რომ ნუ სავსე იყო ახლაც. შეიძლება თქვა სავსეა, წვეთს ვერ ნახავს შენ, რომ რაღაცა არის. მილიარდობით უჯრედში, ხო? ხო და ეს მიქცევა რომელიც თვარის წყალობით დედამიწა ოდნავ ხო ახლა თვითონ ხაზი დედამიწის შიგნით არის დაახლოებით 73% ცენტრიდან იმაზე მოძრაობს და ეს რო ირყევა მოქცევები ეს რაღაც რეცხავდა ფაქტობრივად ხელს უწყობდა რა ბიჭივით აი გადინაპირზე მე გამოდი აი ნელ-ნელა 50 მილიონი წელი ეს წყლის ცვლილებებად აკეთებდა ხო ამას დამოიტანა რაღაცა მე იქნე წავიდა წყალი დარჩა ხმელეთზე ეგ ნაწილი ახლა დაიღუპა ახლა უკვე ორგანული მასალით გამდიდა მაგრამ რაღაცა იწყებს უკვე იმაზე მიჩვევას რომ ამ გარე იმას მიეჩვიოს ხო ალბათ ხო მიეჩვიოს მაგრამ რომ მიეჩვიოს რაღაც ხონდა შეჭამოს ხო და რომ შეჭამოს უნდა რაღაც წინათაობა უნდა მოკვდეს ასე ვთქვათ ხო ეს რაღაც ნაწილი ალბათ და ნარჩენს ჭამს მე ისევა მე ეს გამოდის ორგანიკა და ეს ნელა და თავიდან ახლა არსებობს მოსაზრება რომ თავიდან იყო აი ედემის ბაღი, რასაც ქვია, ესე იგი ხავსივით ასე მოდებული მცენარეები. და აქედან საინტერესო რაღაც შეიძლება იყოს. ასე რომ ახლა ტყე მოისხა ფოთოლი, იმას ლექსი რომ სად არის შეცდომა, ასე თქო. და მე ესე ვთქვა ხავსივით მოდებული არაფერი და ამ დროს შემთხვევით მოხდა მუტაცია და ერთმა რომელიღაცა ყლორტმა ოდნავ მაღლა აწია თავი. ოკეი, მზისკენ გაიხედა? ზისკენ გაიხედა, აი შემთხვევით აიწია ოდნავ, როგორც კი აიწია ოდნავ მაღლა, მეტი შუქი მიიღო, ვიღაცა დაჩაგრა ქვემოთ. ოკეი, და მან ვიდის კონკურენცია რომ ვინ გავა მაღლა უფრო. რატო? წავიდა ხეები, ხო, აქ უკვე? ხო, იმიტომ რომ მეტი გჭირდება. ნამდვილში ტყემ კი არ მოისხა ფოთოლმა მოისხა ტყე, იმიტომ რომ ეხა მანძილი მზემდე არაფერი მნიშვნელობა არ აქვს შენ 1 მეტრზე. რა თქმა უნდა. მაგრამ კონკურენციაში? ხო, ამიტომ ახლა დაიწყეს, ასე ვთქვათ, ამ მერქნის აშენება თავიდან იყო ხავსი ძალიან ის ამბობს რა და მე უკვე ესე იგი აბა ვინ უფრო მაღლა წავა. მაღლა იმიტომ კი არა რომ ზესთან ახლოს იყო. სხვა და ვიღაც ტიპმა რო არ გიქნას ხო და წარმოიდგინე ფოტოსინთეზის სიმძლავრეს რო აი ვიზუალიზაცია მოახდინო რომ ახლა რა მასა არის რა რაოდენობის შაქარი მზადდება რომ ეს მერქანი რო აიღო აი მუხა ჭადარი რა ძელქვა წადი კახეთში სეკვოები ვაობაბები რაღაცები ეს ყველაფერი არის შაქრის ნუ ნახევარი შაქარია კიდე გლინიდაც რაღაც ამას ამზადებს მე აქედან აპოლიმერებს ხო ცელულოზა უბრალეს შემთხვევაში და ეს მასა იქნება უბრალოდ იმიტომ რომ აი ფოთოლმა ეს ფოტოსინთეზი მოახდინოს. მოკლედ მანდაც კონკურენციის სისტემა არის რა. ხო, რეალურად ზესთან სიახლოვეს. ხო, რა თქმა უნდა. აი ხა იმ შიშორეზეა რომ 2 მეტრს და 10 მეტრს რა თქმა უნდა არ მნიშვნელობა არ აქვს. აი არის ეგეთი და ხო ესე იგი აი ასეთ რაღაცებს რომ ნახულობთ რაც დღეს ჩვენთან ხდება ხო ეს ამის გამოყენება ხდება აი იმ კითხვის ასახსნელად აი როგორ გაჩნდა სიცოცხლე აი თქვა და როგორ გაჩნდა დედამიწა რო ეკითხო იგივე ხო ნუ აი ხა ზუსტად შეიძლება ვერასდროს ვერ თქვა როგორ რა მაგრამ ნუ ფაქტია რომ აი ეს ნივთიერებები ხო რაღაცა შოკური ტალღები რაღაცები იქ მოხდა და ნუ აი იმ ხელა მასა შეიკრიბა რომ აი მიიღო ამ ფორმა შესაბამისად დაждდა ასეთ ორბიტაზე ხო აგერ მთვარე აგერ ეს და შემდეგ ისე როგორც სხვა ყველა პლანეტა მაგალითად ნებისმიერ მასში ასეა ანუ აი სამყაროს სტრუქტურა და ამ სტრუქტურის ჩამოყალიბების პროცესის ნაწილი არის სიცოცხლე ნუ ცხადია რა და გავყვეთ აი ესე რა ანუ ესე გაიჩითენ ეს ტიპები იზრდებიან სიმაღლეში რომ ხეები და უკვე არის ტყე ესე შეგვიძლია ვთქვათ ხო 50 მილიონი წელიწადი მიდიოდა ხმელეთის კოლონიზაცია მცენარეების მიერ. მაგრამ ცხოველი ჯერ ცხოველი არავინ არ არის ჯერ. ცოტა ხანში ამოვიდა ვიღაც ტიპი ერთი და ის მასტი რაღაცა რომელიც იქ შეავიწროვეს თუ რაღაცა ცოტა შეჭამა ესა და მე ეს ფეხები თევზი რაღაცა და ნუ ფაქტობრივად რა არის ხა მან კიდე მათი პირველი ალბათ мотиваცია რა უნდა ყოფილიყო გულისხმობა იმ ტიპების ხო ვინც ამოდიან პირველ ცხოველები. ნუ ელემენტარულად თუ კი იქ საშუალება არის რომ გავრცელდეს, ხო, იქ გადავიდეს, იქ მიდის რა. მაგრამ თავიდან ხო ვერ უნდა შეძლოს.
და რატო უნდა არა, თავიდან ვერ შეძლო, იმიტომ რომ რაღაც თვისება არ ხო, არა ამ დროს ამუშავდა დარვინის კანონი, ანუ იქ მოხდა რაღაცა მუტაცია, ბევრნაირი, რაღაცა ნაწილი დეტალური ისინი იმას ვერ ნახა ვერასდროს ვერც გაიგებ, მაგრამ სასარგებლო რაც იყო, რომ თქვა იმან ეს რა თქვა ფერმენტში რაღაც მუტაცია მოხდა და ეს უფრო ადვილად ითვისებს თქვა იქ რაც დახვდა ორგანული მასა, ხო, ცხადია ეს თვისება სასარგებლო თუ არის მისთვის, მოიპოვებს მეტ რესურსს და დატოვებს მე შთამომავლობას. კი ბატონო. ანუ იმას უკვე თქვა 4 პატარა ეკა მისყავს. კომბეშო თუ რაღაცა შეიძლება ეყოლება, იქიდან თქვა 10-დან 900 ეს თვისება ეკნება, ხო? ეს დარვინის ის კვინჩები გახსოვს? იმაზე როა კონსულზე, ორ კონსულზე ზუსტად ერთნაირები ნახა, ერთგან იყო მოკლენის კარტი, მეორეგან გრძელი. მე მგონი ვიცი კი. ხო, ეკა სცენარილობა იყო ისეთი, რომ იქ მოკლენის კარტიანი უფრო ადვილად იღებდა, თქვა, დიას ხიდი. ხო, ზოგადად რო თქვა. მაგრამ ეხა დარვინის აზროვნების ის რა არის, რომ ეს რაღაც შემთხვევით მოხდა ეს ამბავი. ანუ გრძელის კარტიანების კონსულზე შიგდაშიგ იბადებიან მოკლენის კარტიანები, როგორც აქ პირი. ხო, მაგრამ შლის ის. ხო, ის იმან შეიძლება რაღაც იწვალოს, დატოვოს 2 ბარტყი და მისი ანალოგი დატოვებს თქვა 10-ს ან 15-ს და შესაბამისად აი ეს ნელ-ნელა ხდება, აი ნაბიჯ რა. აი თეთრი დასუსტებულად დათოს ანალოგია წარმომიდგენია ხოლმე მაგაზე ყოველთვის, რომ იქაც თავიდან ის იყოს, რომ თეთრი იქ იმიტომ რომ მარტივად ინადირებს უფრო, ხო, სადაც ყინული არ ჩანს. ხო, ამ დროს კანი იმას შავი აქვს ხო თეთრ დათოს. ხო, მაგრამ გარედან კი ბატონო, იმიტომ რომ და მაგიტომაც ეს უფრო დარჩა რა იქ ხო ვიდრე. ხა იმიტომაც არის რომ თქვა ალბინოსი მაგალითად ლომები, ხო, ლომებიან, ვერტობენ შტაბეთიდან, იშვიათია რა, იმიტომ რომ იმას ადვილად გამოარჩევს რა, ისე როგორც ზებრა რო დაიბადოს თქვა ზოლების გარეშე, ხო, იმას მაშინვე დაიჭერენ რა, იმიტომ რომ ზოლები არის რომ მაგათ ცოტა უბნევს. და შესაბამისად სხვა პარამეტრის მიხედვით იჭერენ, ხო, ან კოჭლი ან რაღაცა. ამიტომ აი ესე იგი რამდენად დამემკვიდრებადია, რომ თქვა აი თვისება, ხო? და დარვინი გეუბნება, რომ ეს ინფორმაცია იმხელა, ამას მიუხედავად იმისა, რომ ხო დნმ-კი საერთოდ წარმოადგენა არ ქონდათ, მაგრამ იმოდენა არის, რომ იქ აი ეს ასე ვთქვათ ეტევა ამდენად ტოლერანტულია, ვთქვათ, გარემოსთან ეს შეგუების პროცესი. ხო, აი დარვინზე რომ დაფიქრდით ძალიან ცნაური კი არა და მართლა ისეთი ამბავია, რომ რა რეალობაში იყო, რომ მაგ დასკვნებამდე მიდის თვითონ, ხო, ან საშუალო საინტერესო რა არის, რომ აი ეს თვილი გუეები რო ვახსენეთ, რა ფუკერს მის რასერი, ეგ არის 71 წელი. 66-ში ხა ლუი პასტერმა, პასტერის ავტორიტეტი მოგეხსენია ლუი პასტერმა, ესეთი ის დააბრეხვა, რომ ცოცხალი მხოლოდ ცოცხალისგან წარმოიშობაო. ეს ნაწილობრივ სწორი იყო მისი ლაბორატორიის პირობებში, თქვათ რა, მაგრამ იმიტომ რომ ხა გაასტერილა და ნახა რომ რამდენიც არ უნდა ანჯერი არაფერი არ ხდება, ხო, თქვათ და შეიყვანე რაღაც. ხო და აი ნუ ეს კრეაციონიზმთან იყო, ხო, ალბათ დაკავშირებული. არა მგონია, არა. ალბათ თუ ცოცხალი მარტო ცოცხალისგან შედება, მაშინ თავიდან. ხო, არა, არ ვიცი ამბობდა რა, აგნოსტიკური ესეჭირა უფრო. არა მგონია, არ ვიცი, ხა პასტერი სერიოზული კაცი იყო, ნუ ეს შეეშალა. ხო. და დარვინს აი რა არის დასაფასებელი როგორც ზოგადი თვისება აზროვნების, ესე იგი რადგან საერთოდ წინაპარი ყავდა ხო ეს ლუკა რა? ხო, ლუკა ეს ყველაზე ესეთი ტიპია, ფოტოს. ხო, მიდის და რომ მიადგა, ასე ვთქვათ, სადღაც ერთი რაღაცა ბაღლინჯოს მაგვარი, ხო, ვთქვათ, იმის იქით რა, იმის იქით თუ არ იყოს სიცოცხლე, ესე იგი ის გაჩნდა არაცოცხალისგან. ძალიან მარტივად გადალახა ეს ბარიერი, ხო, რომელსაც ვთქვათ, ბევრი ვიღაცა ისე შეეჯახა რა, უშედეგო და თქვა რომ აი უნდა გაჩენილიყო, არა თუ უნდა გაჩენილიყო, ეხლაც გაჩნდებაო. მიხდი რამ ხელა ისა რა, დიაპაზონი. უბრალოდ ნიშა აღარ არის დატოვებული, ხა სიცოცხლე სადაც წვდება ჩვენი ის ყველგან მოდებულია, ხო? უკიდურესი ტემპერატურა, მჟავიანობა, სიმშრალე ყველგან ვიღაცა ბაქტერიას მაგვარი წვდება. ბაქტერიები არიან ფაქტობრივად ყველა. ბაქტერიებიც 20-ვე ამინომჟავას ამზადებენ ჩვენგან განსხვავებით. ანუ ბაქტერიები და მცენარეები არიან აი ამ იმის შემქმნელები, ასე ვთქვათ რა. და რო გავყვეთ, მოკლედ ესე იგი ეს ტიპები ამოდიან და ნუ იქ უკვე მე დაიწყო გულო. ხო, იქ უკვე ხერხემალი უკვე იყო, ქორდა უკვე იყო, ბევრი რაღაცა იყო წყალში რა, უბრალოდ გაიფსო რა, მართლა რამდენხანს დაედებოდნენ ოკეანეში. ხო და ნუ ახლა ტემპერატურა, ჟანგბადის კონცენტრაცია მაღალი იყო, უფრო ხო ოზონის გაჩნდა უკვე, ხო, თქვათ, ზონა და შესაბამისად. ეს დაახლოებით რამდენი ხნის ხდება უკვე? ეს არის 450 მილიონი წლის წინ. ანუ სიცოცხლე
ხმელეთზე არის ნოსამნახევარი რო ნახეს და ახლობით მე-7 გამოდის ხო და საკა შუაში არიან უკვე თქვა დინოზავრები და ეგეთი ტიპები რა და ნუ ჩვენ ცოტა ხნის წინ რაღაცა და ნახოთ რა იქნება. აი ძუძუმწოვრები იდეაში ზოგს არასწორად გონია ხოლმე რომ ძუძუმწოვრები თითქოს დინოზავრებს არ იყვნენ. დინოზავრების თუ შოუები ხო იყოს ძუძუმწოვრებს და დაახლოებით აი ძუძუმწოვარი როდის ჩდება ეგეც ხო არ ვიცით დაახლოებით. დაახლოებით მაგ დროს. ანუ რეპტილიური მეებთან ერთად ხო, იმიტომ რომ ესენი ხო რეპტილია ნაწილი იყო ხო დინოზავრები ფრინველების ის იყო უფრო რა მსგავსება და ალბათ თბილსისხლიანებიც იყვნენ ხო ხელამასა ხმელეთზე ამ ხელამასა ცივსისხლიანი ის არის რა ასე ვთქვათ ძველი წარმოსადგენია. იყვნენ მაგრამ ნუ ისინი ბატონობდნენ ისე რომ სოროებში ცხოვრობდით შეიძლება ითქვას და ნელა უკვე ცარცი ნუ ახლა ჯურასიკის მერე ხო კრიტეის ცარცულის მერე ნელა ხო ის გამოგჩა რომ ამის პარალელურად სულ იყო ხოლმე რაღაც გადაშენებები მასიური ხო რეალურად მუდმივად იყო როცა სიცოცხლის ძალიან დიდი ნაწილი ნადგურდებოდა ხოლმე ხო და ხო აი პერმულში იყო დიდი ასე ხო ახლა ზოგან ნას ნემესისის თეორია არის ხო რაღაც ვარსკვლავი რომელიც პერიოდულად მოდის და ამ დროს იწყება შედარებით ეს არაუდარეულობა მზის სისტემაში და რაღაცა აი თქვა იუკატანის მეტეორიტის მსგავსი რაღაცა მოხდეს და ამან გამოდი ან და უბრალოდ სახეობა რაღაცნაირად ამთავრებს რა თავის ხო ჩვენ შეიძლება ბედი გველის ნუ სიტყვაში ხო არ ვიცი ახლა მე მაგალითად ჩვენს იმაზე რომ საუბრობთ ხოლმე მე უბრალოდ არ ვიცი შეიძლება მინუსიც არის და საბოლოოდ მაგან მიგიყვანოს პირველ რიგში გადაშენებას ამ გულისხმობ მას რომ ეხლა შენ ხო ბოლომდე ანუ ადამიანი ანუ ბრმა პროცესებში აღარ ხარ რა ანუ პირველად მოხდა ისე რომ ცოცხალი ორგანიზმი ანუ ამ შემთხვევაში homo sapiens-ი ბრმა პროცესებში ბოლომდე მაინც არის ანუ გულისხმობ მას რომ შენ ზღვარზე ხარ იმის რომ რაღაც გენმოდიფიკაციები დაიწყო ისეთი რომ რავი რა აი მაგალითად აი უხეშად ვამბობ პირობითად 200 წლის შემდეგ პირობითად ვამბობ აი შეიცვალა კლიმატი მაქსიმუმ რაღაცა 10 გრადუსით მეტი პირობითად ის სხვა რაღაცების აირევა მაგრამ ხო მაგრამ ძალიან უტრირებ რა მაგრამ შენ შეგეძლება გენ მოდიფიკაციით 200-300 წლის მერე გულისხმობ შენი გენი ისე შეცვალო არ დაელოდო იქ რაღაცა ევოლუციას რომელიც შენ სახეობას გადააშენს და მე შენ სახეობიდან კიდე ახალ სახეობას გააძრობს არამედ შენ თვითონვე შეცვალო ეს გენი და რა ვიცი მე აი შეიცვალა სიტუაცია მოდი ახლა ესეთი გენები გვექნება ხო მაგრამ ამას ზუსტად იგივეს გავაკეთებს ვიღაცა შენ გვერდზე ვიღაცაში მეგულისხმობ თაგვი ჭით მაგრამ იმას რამდენი წელი დაჭირდება იმას დაჭირდება საუკუნეები კი არა და რაღაც ძალიან ბევრი დრო არა ვონი აი ერთაობაში ხორი გააკეთე არა იმიტომ რომ ხო გენო კიდე ახლა რა არის აი ესეთი თავარი დებულება დარვინიზმის თქვათ რა არის რომ აი თქვათ რა შენ აცნობებში გაიხსენე რამდენია ვისაც მიყვარს სიცხე და სიცივე ვიღაცა იქნება აუცილებლად 10 რო აიღო ასე ნათესავები და მასო დაანებოდა შემთხვევით მეტად რა MS სიცივეს მიმართ მაგალითად ძალიან რეზისტენტული ხო შენ რაღაც მეგობარი გეყოლება ეს ვერიტანს ზუსტად ხო ანუ ეს მრავალფეროვნება რომელიც მერე გამოდგება უკვე არის რა ეს ანუ ესე იგი ევოლუცია კი არ ელოდება იმას რომ დააცხა და მოდი აბა მოძებნო სიცხეს უკვე არის და შესაბამისად მზაობა ეს რა ვიყოთ ეგ მაგალითი შენ გაგიჭირდება და შენ მეგობარს არა ნუ გადავიყვანოთ იმის ხო ესე იგი ტემპერატურა რომ მოიმატებს ის ხალხი ვინც შეიძენს უპირატესობას ხა რა უპირატესობა არა აქვს იმას ხო სოთვილა და აი რა უნდა არა მე რას ვამბობ იმ ხრივ რომ უკვე დამემკვიდრების სტატისტიკა და პოპულაციაში აი ამ თვისების გაბატონება ხო მანამდე აი ეს ამას ეს მოხდა კიდევაც ხო გამყინვარება იყო რა გაკეთა ადამიანმა მას ჩაიცვეს და ახოცეს ვიღაცებს ქონის ჭამა ისწავლეს და ეგეთ რაღაცა ანუ რასაც შენ ამბობ კი ეს გაკეთდება ვთქვათ მაგრამ როგორ ვთქვათ არნახული და გაუგონარი და წარმოუდგენელი არაფერი არ იქნება ამაში რა მესმის მაგრამ აქამდე ხო ეს ბრმად ხდებოდა და ახლა შეიძლება ეს ბრმად აღარ მოხდეს თქო მაგის თქმა მინდა და მე იცი რომ აი მოდი აი ამ მაგას გულისხმობ ხო მაგას გულისხმობ ხო აი წარმოვიდგინოთ პირობითად აი CRISPR-ის ტექნოლოგიები რაღაცები განვითარებული 200-300 წლის მერე სადაც манипуляციები გენური და ასე შემდეგ უფრო მარტივია ეგეთ რეალობებში ხო უფრო პირდაპირ შეიძლება დაუმიზნო რაღაცებს რომ აი რა ვიცი მე პირობითად
აბსოლუტურად რა, მაგრამ ზღვარი შეიძლება იყოს, ანუ შენ შეიძლება იმდენი რაღაცის შეცვლა დაგჭირდეს. ხო, თუ უკვე სახეობის გარეთ გახვიდე. და მე მანდ მივდივარ ხო და ზუსტად რო გავიდე. სახეობებს გადიან თავიანთ გარეთ. ანუ იგივე იმით, იმდენი თვისება თქვა რაღაცა. ხო, მანდ ისე ვიქوارთ ესენი ხო ისე მაინც ბრმად გადიან. ჩვენ არ გავალთ ბრმად. ანუ შენ შეიძლება შეუკვეთო, რომ აი პირობითად ესეთი რეზისტენციული არსებები გავაჩინოთ, იმიტომ რომ ესე გვჭირდება. მაგალითად მარსის კოლონიზაციას ვიწყებთ და რა ვიცი ხა იმ ინდივიდებს რომელსაც მარსზე გავუშვებთ, პირობითად რაღაცნაირი თვალები ქონდათ რომ მოჭუტული. პირობითობაზე თანახმაა რა აბსოლუტურად. უბრალოდ რამდენად მესმის რას გულისხმობ ბრმაში, ხო? მაგას გულისხმობ. მე გითხრა შენ ცნობიერება ბრმაში გულისხმობ, თორე ხო ხვდები, თორე შენ თვითონ ბრმა პროცესის შედეგი ხარ. კი ბატონო. ხო, შესაბამისად ახლა შენ იქ ამ სიბრმავეში იქ რაღაცას რას იზამ, თქვათ, მე შემიძლია გითხრა რომ ეს მაინც სიბრმავის იმაში ეტევა რა. ხო. იმიტომ რომ ახლა ნახე რა არის ადამიანს ხო ყველაფრის სწავლა ჭირდება, ხო? განსხვავებით თქვა ობობას, ობა პირველივე თავის ქსელს, ნუ ახლა ცნობილი ეს ჩიტი ბუდეს აშენებს, რა თახვები რო მასაკეთებენ კაშხალს და ხეს რო როდის რო იქით წაიქცეს, შენ თუ არ ხო, მაგრამ მაგას ბევრი ადამიანი არ ფიქრობს, ხეზე საინტერესო რაღაც, ხო, ჩიტი არ სწავლობს, ხო, ბუდეს აშენებას. ხო, არც ობობის ქსელი, ხო, ახლა რო ისწავლოს. სადა აქვს, გაკვეთილები, სკოლები არა აქვს, ხო. თახვი უფრო ახლო ჩვენთან ძუძუწოვარია, ხო, რევს აკეთებს. არც მაგას სკოლაში არავინ არ ასწავლის ახლა ეს უნდა სტუდენტები არ იყვნენ და არც არაფერი, მაგრამ ხო, საქმე იმაშია რომ საქმე იმაშია რომ მაგას სხვა არაფერი არ ჭირდება. ჩვენ სახლის აშენება იქნება, ხო? თუ ელემენტარულად ჩაიცვა რაღაცა, თქვა. ყველაფერს სწავლობ. ხო, ყველაფერს სწავლა ეს ტრანსგენერაციული ცოდნა, ანუ მე შენ უნდა გასწავლო. მე რაც ვიცი, ის უნდა საუბრით, ამიტომაც ხო ესა თქვა ჩვენი, სხვა რა გადარჩებოდი სხვანაირად. ეხლა იქ რამდენი რაღაცა მოხდა, რაღაცა ხომო რაღაცა ეგ ანაბლუს რაღაცა ყოფილიყო რაც კვალი არ არის იმის უბრალოდ ამიტომ ჰომოჰაბილისებელები არის კომუნიტების იმას რო გაყო საინტერესო ისე მაგრამ რაღაც გავს თითქოს და აი ნუ კრეაციონისტების და იმათ ეს ევოლუციაში ხეს აღარ ხატავენ ბოლო დროს ხო არა ისტორია და იმიტომ ხო არა ხე არ მოთ რა აი დარვინის ეს ჩანახატი რო არის ცნობილი ხო იქ ძალიან საინტერესო რაღაც არის იმას ხის ფორმა თითქოს აქვს იმიტომ რომ ყარი ტრადიცია იყო, მაგრამ ის უკვე ტოტებს ისე ღუნავს, რომ წრის ფორმა უჩნდება. ძალიან მნიშვნელოვანი. რაღაც კენწეროში არ მიდის თვალ. ხო, ხო და ეს ძალიან პრინციპი ხო გენ ეს არის არასაც ფიზიკოსები და ასეთი ხედავენ სამყაროში რა, რომ ნუ ფერი ისეთი არ არის რა, ნუ აი აგერ არის მასა, რაღაცა, ხო, აგერ არის კანონები და აი ამათი ერთობლიობით ღებულობთ რასაც ღებულობთ. იგივე პრინციპი არის აქ. ხო და ადამიანის შემთხვევაში, ხო, ესე იგი მაგის კაი მაგალითად რობინზონ კრუზო გახსოვს ნავი რო ერთი წელი ნავს როთლიდა დამთავრდა მე მიხვდა რომ წყლამდე ვერ მიიტანდა აუ იქ მახსოვს ეგ რაღაც ის ხო და ნუ აი აქედან გამომდინარე აი ესე იგი შენ თუ იმდენი გააკეთე რომ სხვა სახეობაში გადახვედი ხო ძალიან საინტერესო რაღაცა იქნება ხო სახეობის განმარტება და მარტივი რაღაცა ორი ნებისმიერი ინდივიდი მიგულისხმება განსხვავებული სქესიანი უნდა ეჯვარებოდეს ერთმანეთს და შექმნას ნაყოფიერის თანამდებობაში, რომელსაც ასევე მაგრამ მაშინ ნეანდერტალი რატო იყო სხვა სახეობა თუ შეგვეძლო შეწყვილება და ჩვენ ხო ვიცით რომ წყვილდება. სხვა სახეობა შეიძლება არც იყო რა, ქვესახეობა იყო. ახლა მაგას ვერ ვიტყვი რომ თუ სხვა სახეობა იყო, მაშინ ვერ უნდა წყვილდებოდეთ, არ უნდა გქონდეს ნეანდერტალების გენები. ესე იგი, ხო, თვალ სხვა სახეობა არ გამომდის. ჰომო საპიენს ანდა ნეანდერტალეს რაღაცა იქა. ანუ ერთ იმას შეგვიძლია გავატაროთ მაშინ ჰომოს. ხო, ის რა, მე ხედავ იმის რომ გენომი დასაკვენი და მაინც იმ დონეზე არ არის ჯერ თქვა, რომ აი ზუსტი ელემენტი გავაკეთოთ და დავინახოთ რა. მაგრამ ის ხო ვიცით რომ ნეანდერტალების გენები გვაქვს. ის ამბლომად რა, იქ ვარიანტები მიდიოდა რა. ხო. ხო და თან საინტერესოა რომ ვინც აფრიკა არ დატოვა, იმათ არა აქვთ. ხო, ვინც აფრიკა დატოვა, იმათ აქვთ, იმიტომ რომ ესენი ევრაზიაში სახლობდნენ ნეანდერტალები. ხო, დაეჯახნენ. იქ დაეჯახა ევროპაში. ხო, დღემდე ანუ იმ ადამიანების გენეტიკაში, რაც აფრიკა არავს არ დაუტოვებიათ, იმათ გენეტიკაში არ არის ეს ნეანდერტალების. ხო, გაუხვია, იქითაც აზიისკენ მგონი არ არის, უფრო ეგეთ. აზიისკენ უფრო აქვთ, არ მინდა ხა სიტყვა დამავიწყდეს. რა ქვია მაგას? ჰომო დენისოველი, თის კაცები. ხო, ნუ იქაც. ხო. ანუ ხა ეგეთი რაღაცა გლებს და ტურებსაც აქვთ რა გავლილი. თავისთავად ჩვენთვის საინტერესოა, ნუ ხა ჩვენ ხო, აი აზიელებს დენისოველი განსაკუთრებით თუ არ მეშლება ტიბეტელების იმაში აღმოჩნდა ყველაზე მეტი გენი ამ დენისოველი ადამიანის.
ხო, თავისთავად როგორც ბიოლოგიური მოვლენა, არაფერი განსაკუთრებული არ არის. იგივე შენახავ ვეშაპებში და დელფინებში და მცენარეებში. მე მგონი ვეშაპზე ერთ-ერთი კი არ შესხვაც არის აქვს, მაგრამ ვეშაპერი ზუსტად ის სახება, რომელიც თუ არ მეშლება, თუ მეშლება შემის ისტორია, ამოვიდა და მე ისევ ჩავიდა. ხო ეგ ტიპია. არა, ვეშაპი კი არ ამოვიდა, რაღაცა ამოვიდა. რა თქმა უნდა, პირდაპირ ვეშაპს არ გულისხმობ, მის ხაზს გულისხმობ რა. ძროხების რაღაც იმიტომ რომ ძუძუმწოვარია და მე დაბრუნდა და ძუძუმწოვარება შეინარჩუნა, ხო რეალურად ეგ ტიპია. ხო, იცი ჯლიკოსნე როგორ ვთქვა, რაღაც ძროხის მაგვარი. მოძროხო ტიპა იყო და მე დაბრუნდა წყალში, ხო? აი ზარდა ყველაზე დიდი. ო, რა მაგარი. ბაშეს ყველაზე დიდი ცხოველი, რასაც კი უგონია დედამიწა ლურჯი ვეშაპი, დღეს ცოცხალია. ხო, იმიტომ რომ არც ერთი დინოზავრი მაგ ხელა არ ყოფილა. ყველაზე დიდი ცოცხალი არსება, ეს ექვია გენერალ შერმანის ხე დღეს ცოცხალია. ყველაზე ხანგრძლივი ცხოვრები არსება ეს ფიჭვი კალიფორნიის. ანუ ჩვენი დრო არ არის ნაკლებად ეგზოტიკური, ვიდრე იყო. რამდენი ხანია ეს კი რამდენი ხანი ცოცხლობს ეს ფიჭვი? 4500 წლამდე, აი ეს 4500. პინუს ლონგივა ქვია, ხო? გრძელიმიანი, იზრდება მაღალ სიმაღლეებზე დაახლოებით 2500-დან 3000 მეტრამდე სიმაღლეში და ეს სეკვოია, ეს პარკში ხატია ეს და შიგნით არიან დინოზავრები და ლურჯი ვეშაპები ესე ჩალაგებულები, თქო. ყველაზე დიდი ცოცხალი არსება. ცოცხალია მშვენივრად რა დღეს, ხო და აი მაგდან აი მასე მოვედით დაახლოებით ჩვენ პერიოდამდე. მე მინდა რომ მაგაზე აი შენ ეხა როგორ ფიქრობ აი იმ შესაძლებლობებით რაც გვაქვს დღეს კითხვაზე გინ გენურ ინჟინერიაში გინ ბიოლოგიაში რამდენად შესაძლებელია აი რაზეც მე ვლაპარაკობდი რამდენად რეალურია რომ ესეთი ღრმა ჩარევები მოვახდინოთ სავსებით ხო და მათ შორის მაგალითად აი ეს უჯრედული სიკვდილიც რაც არის ანუ ესეც რამდენად გარდამავალი ანუ რამდენად მოგვარებად შეიძლება იყოს როგორ ფიქრობ რა აი მაგაზე არ ვიცი მართალი რატომღაც ვერ ფიქრობ ну კდავების თემა როა ხო? იმიტომ რომ ეს სიკვდილი ხო რა არის ანუ მე როგორც მესმის ძალიან ისე რომ ვთქვა ეს გაყოფის დროს პირობითად ორგანიზმში რაღაც შეცდომები ხდება და საბოლოო ჯამში ეს გროვდება და ეგ გაბერებს მერე ხო? ეგ არ არის რაღაც იქ მილიონი ფაქტორია მაგრამ ეს ძალიან ზედაპირულად რო თქვა აი ამ შეცდომების დაშვებული შეცდომების გამოსწორება რამდენად ხო შეცდომას გამოასწორე მაგრამ ეს გამოსწორებაც ისეთი ხარისხის ჩარევა ისმის რომ შეიძლება რაღაც დატოვოს კვადრატს ვერ ხედავს თქვა რომ დარჩება როგორც თქვა რაღაცა მანქანას ხო მაგრამ აი ეს საინტერესოა თაგვებს და ვიღაცებს უამრავ ექსპერიმენტ ენერგში სულწევთ რომ აი აგერ ამ თაგვს გაუხანგრძლივე 70% სიცოცხლე ო თაგვის სხვა არის იმიტომ რომ ეხა ის 2 წელიწადი ცხოვრობს ხო და შენ შეგიძლია გავორმაგო და გავსამაგო ეხა 2-დან 6-მდე უფრო ადვილია ბევრად ვიდრე 50-დან თქვა 300-მდე. მიხდია? ნუ იქნება 300-მდე იყოს 20 წელი პირობით. 20-ით რო გავიხანგრძლივო? არა, შეიძლება, ხო. უბრალოდ უკდავებას იცი რა არის? ეხლა ცოტა ესეთი სფეროდან არის მას მაგალითი, მაგრამ მე ყოველ შემთხვევაში მაგხომე რომ მოდი ახლა ვიყოთ ძალიან მაგარი ხალხი ავიყოთ რა, რუსთაველი. რუსთაველში რითი იწყება, ანუ ჰიბრიდები და ეს არა შემდეგი. ნუ ვაჟა, ეგ ბარათაშვილი. ნუ თუნდაც მარკოს ავრელიუსი რას ამბობს რა, რომ შენ გაქვს მატერია და დრო მოგცა რა, ასე ვთქვათ, ხო? განგება და შენ ხო ჯერდები, შენ ხო არ გინდა 700 კილო იყო. მაგრამ დასჯერდი შენთვის ბოძებულ დროს, ისევე როგორც ჯერდები შენთვის ბოძებულ დროის რაღაცას. ხო. ახლა რამდენად მისაღებია სხვა საქმეა. მაგრამ აი ანუ უკდავების იმას მე ვერ რაღაცად ვერ იდეასაც ხო ვერ აი ამ თუ მიუღებლობა გაქვს. რა რო აი პრაქტიკულად რაღაც გახანგრძლივება? კი ბატონო, გახანგრძლივება შეიძლება. ანუ მიუღებლობა გაქვს? არა, მიუღებლობა არა, რატო არა? სიამოვნებით მიიღებდი. უბრალოდ მე რა მგონია იცი, რომ აი სახეობის ასაკი ხო ეგეც გაწონასწორების ერთ-ერთი ფაქტორია, ხო? შენ აი თქვა ადამიანი ავიღოთ, ძალიან უხეშად. 25-27 წლამდე შენ ხარ, ასე ვთქვათ, იზრდები და 20 მაგასაკში ხარ ყველაზე ღონიერი, ყველაზე აქტიური, ყველაზე ეგ არის შენი რეპროდუქციული პიკი, მაგ დროს იწყებს სამომავლობის დატოვებას, ხო? დაახლოებით ეგ დრო ხარ კარ ფორმაში. 28 წელი. ხო, სპორტში ხო იგი 28 წელი და მე დაღმასვლა იწყება რა. ხო, იმას არა, მე რა 28-დან კიდე 28 წელი უხეშად შედარებით კაი ფორმაში ხარ. იმიტომ რომ ეგ არის როცა შენი შემდეგი თაობა იზრდება და იმას უნდა გაზარდო. ხო, გაზარდო იმას რაღაც დაეხმარო და მე უკვე
უკვე კარგად იყავი. გაზდილია ის უკვე და ნახვა. ის გეუბნება, ხო? და აი შენ იქ გასაგებია ხა უბრალოდ ჩვენმა დრომ განხანგრძლива ხო სიცოცხლე და დაბერების ისაც ნაკლებია რა. მაგრამ მე რას ვამბობ, რომ ეს იმდენად დაპროგრამებულია. ანუ შე პირდაპირ ჩადებულია რა. მილიარდობით წერია, წმინდა იმასავით. ხო, აი მან რა მოხდება არ ვიცი რა, თორე შეიძლება არის ხალხი ვიც მაგაზე მუშაობს და ეს აქვთ რა მოსაზრებები რა, და ხო და ხო, მაგრამ მან ხო აქვთ რა ფაქტია, რომ რაღაც სოციალ ორგანიზმებს უხანგრძლივებენ სიცოცხლეს. ხო, არა, ჩვენს შეგვიძლია ხა შე რა რამდენი წელიწადი გინდა პირდაპირ. მე შეგეკითხები რა, თქვა. არა, ჩემზე ხო შესაძლებელია, რაღაც ეგეთი იქნება რა, მაგრამ აი რო ხანგრძლივებს შენ რა გინდა, შეგინდა ეს აი დავარქვათ გრაფიკი უხეშად, ხო, ესე იგი რეპროდუქციული ასაკი ერთი იმდენივე და მე აი ეს გინდა რომ გაწელო. ანუ რეპროდუქციული იყოს თქვა 50 წელი. მივხვდი რასაც მეკითხე. თუ აი ბოლო სიკვდილის პერიოდი გავწელო. ხო, აი არა, რა თქმა უნდა ჯობია რომ ჯანსაღი ცხოვრების პერიოდი გაიწელოს რა. ანუ მაგალითად 28-დან 50-მდე რო ხარ ფორმაში პირობითად. მაგდენი ხა იყოს 70 წლამდე რა ვიცი. ხო, არა. მე ბევრი კვლევა წამიკითხავ, სადაც კვლევრებს უთქვამთ, რომ ჩვენი მიზანი არა დღეს ყოველ შემთხვევაში არის არა ესე ვთქვათ ის რომ ადამიანი უკვდავი იყოს, არამედ ის რომ მანამ ცოცხალია, მანამდე იყოს ფუნქციური რა, ანუ იყოს უფრო დამოუკიდებელი, იმიტომ რომ ეგ რეალური პრობლემაა, რომელიც ძალიან მალე უფრო დადგება. გულისხმობ იმას, რომ იაპონიაში ხო ძალიან დაბერდა რა ხალხი რა, ანუ თაობები ძალიან დაბერდა, ხო? იმიტომ რომ შობადობა შემცირდა, იმიტომ რომ ოჯახი რაღაც მაქსიმუმ ერთ ბავშვს აჩენს. და ამის პარალელურად ეს მოხუცები, მოკლედ აღარ იხუცებიან ესე მარტივად და დაგროვდა ეს 80. მან შემოდის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ შენ მათი ესე თქვა ციბერე მეტნაკლებად ისეთი დაუტოვო, რომ დამოუკიდებლები იყვნენ, იმიტომ რომ წარმოიდგინე მოსახლეობის პირობითად 60-70% უცებ რომ თელ 70%-ს ისე აწვება, რომ სულ მოხუცა სახლებში არიან, სულ რაღაცაში არიან და მიდი და ეხამათ მოუარე. ხო და აი ეს ჩემი აზრით არა მარტო კომფორტისთვის არის და არა მარტო იმის აი ჩვენ ანუ ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხი დადგა რომ აი ეგეთი ასაკი იყოს მაქსიმალურად ესე ვთქვათ უფრო ჯანსაღი არ ვიცი. ხო და აი რამდენად რეალურია თქვენ. არა რეალური ნამდვილად არის შემიძლია გითხრა დეტალები არ ვიცი მაგისი იმიტომ რომ არ მაინტერესებს ნუ თქვა იმ შესაბამისი დრო ვერ დავიწყე ჯერჯერობით მაგ თქვა მაგის შესაძლოა ხო, ბევრ რაღაც იქნება რა. ელემენტარული ის არის, თუ კი შენ დაავადებებისგან იცავ თავს, ხო? ასევე შეიძლება რაღაც სხვა პროცესებიდან დაიცვა თავი. მაგრამ ნუ ახლა მან თავარი ხო გენები, თავარი ეს არის, აი როგორ ვარ ჩვენ დაპროგრამებული, ჩვენ აი ესე ვარ დაპროგრამებულები, ხო? ნუ ამას დაჭირდა რაღაცა 10-7 მილიონი წელი, ხო, დაახლოებით და ნუ სახეობა ბოლოს აი ესე როგორც ყველა ესა რა თქვა. ნუ ახლა ყველაზე ხანგრძლივი გრენლანდიის ვიგენია ხო 500. მე მგონი ხო 400-500 წელს ხო. იმდენად ერთგვაროვანი არის გარემო, პატარა არის ცვლილება ძალიან ხო ტემპერატურაში ყველაფერში და ეს ამას დიდი დრო ჭირდება სანამ იქ ვიღაცას იპოვის და აბა თამამობას დატოვებს ასე თქვა ხო. მაგიტო აქვს ამხელო. მთელი ეს ხო მაგაზე არის მოწყობილი ხო ახლა ცოტა ესე ჟღერს მაგრამ ხა შენაფერი მოგეთხოვება გარდა იმისა რომ დნმ ეგოისტი გენი წიგნი გაქვს საკითხული? ხო, დოკინს ეგ წავიკითხე. გენებზე შემოშენებული რაღაც ჭურჭელი, იმის მუსიკაზეც ეკვალ რა, რაღაც მუსიკაზეც. ხო, მან და ეგ არის. ხო, ეგოისტი გენის დიდია ხო ეგ არის, რომ ანუ ამ გენის იმაზე ხარ რეალურად და მან და ქონდა ერთი რაღაც ბჭყალებს თეორიასავით, რომ ეს გენები ხო თავიდან არიან უფრო დაუცველებიო და ეს გიგანტური არსებები, ანუ გულისხმობ ჩვენ და ნუ სხვა ცხოველები, თითქოს მათი ბჭყალებში კონსპირაციული ის არის, რომ მოდი შევქმნათ რაღაცები, ესე დაუცველებოთ, რაღაცაში შევძურეთ და სინამდვილეში ჩვენ ვიყოთ უკვდავები და ესენი რაღაცა გამოვიცვალოთ რა ტანსაცმელებით ერთჯერად იმასავთ რა. ეგრეა, ხო, ეგრე გამოდის. თუმცა თვითონაც ხო იცვლებიან მაინც რაღაც დონეზე, იმიტომ რომ ორი ინდივიდის შეწყვილების შემდეგ იქ რაღაცა გენი მაინც ყველა არ გადადის. ხო, გენი ყველა არა, მაგრამ ხა ის უბრალოდ თვითონ დნმ ხო გადადის, ხო, ესე ვთქვათ, აი უბრალოდ ეს სუბსტანცია რაღაცის ნივთიერება, რომელიც ნუ მაგრამ არ გადააქვს ეს მაინც ეგოისტი გენი თლად ეხა ბოლომდე არ გადააქვს, ხო?
ხო, ეგოსთან იმიტომ ქვია, რომ ესე იგი მარტო თავისი საინტერესებს და რა თქმა უნდა. ეს საშინელი სისასტიკე ხო, თქვათ, აი, დაცემლების და სხვა პლისის რო ავიღოთ. მათ შორის სიბერეთის სიკვდილიც მოკლაც ოცხალ ორგანოს ეგეც სასტიკია ჩემი აზრით. ხო, მაგრამ აი საფრთხებით და ზაღლები რო ლეგენდ ხო ეს რატო არის რომ თქვათ ხო შეიძლება ხა იყოს გენი რომელიც მაგალითად ხო ეგაც აქ მაგდოგინს შეიძლება იყოს გენი რომელიც უცებს თქვათ ანესთეზიასავით იმოქმედებდა ანუ ხო და გაგთიშავდა რა ხო ხო მარტო ეგ მაგაზე ხო რატო არ არის გენი და პასუხი აქვს დოკინსის იმიტომ რომ ეს გენი არანაირ უპირატესობას არ მოიტანდა ევოლუციის თვალსაზრისით და ფეხებზე კიდეო ევოლუციას არ აინტერესებს ეს ტკივა როგორ ტკივა რა წამებით კვდება ხო ნუ ოდნავ კოჭლობ ესე იგი შეგჭამენ ესმის შეგჭამენ ნუ ანუ ფაშისტია რა ფაშისტური იდეა ანუ გულისხმობ რა სხვაგან წავედი ფაშისტური იდეა გულისხმობ მეორე მხრივ ანუ მან ხო იდეა იგი იყო რომ ფაშისტური იდეა იყო ერთ-ერთი მათ შორის ის რომ თუ ადამიანი არის ანუ დეფექტი აქვს რაღაცა უნდა მოკლა განეიტრალო იმიტომ რომ ეს ხო და კიდე ანუ იმასაც ბუნებაში ეგ არის ხა კოჭილ ცხოველს დაეწევა და შეჭამს ხო მაგრამ ხან ახლა რა შესაძლოა რომ კოჭილ ცხოველის შეჭმა იმ სახეობას აწყობს რა იმიტომ რომ ის არც ბალახის კონკურენციას არ შედის ხო თქვა და ნუ ასე ვთქვი ფილტრება რა და თანაც გამოდის რომ ეხა კოჭლობა მარტო ფიზიკური იმას არ გულისხმობს თქვა ფიზიკური ტრამვით მიღებულ რაღაცას ხო ის შეიძლება უბრალოდ სუსტია რა და შესაძლოა ეს სისუსტესაც იშორებს ანუ ამ გენის გაწმენდვა ხდება ხო აი ეს გენი ხო რომელიც თქვა რაღაც აი თქვა ნამგლისებრი ანემია კაი მაგალითია ხო ყველგან გაიწმინდა გარდა ხო ფაშისტური იდეაც ხო ეგ არის მაინც რომ გენის გაწმენდვა იყო მანდაც რაღაც ხო იყო ანამგლისებრი ანემია კაი მაგალითია ხო ის მარტო იქ არის შენ არ ჩუნებული სადაც მალარია არის რა მალარია იყენებს ერითროციტებს იმისთვის და ამ ისინი არიან მალარიის მიმართ უფრო მდგრადები ვიდრე ჩოლები და ანუ კარგი კი არ არის ეს არა უბრალოდ ჯობია ამ შემთხვევაში იმ რეალებში ნამგლისებრი ანემიანი ადამიანი ნუ ჰეტეროზიგოტა უკეთესი შანსია გადარჩენის ვიდრე ჯანმრთელ ადამიანს იმიტომ რომ ის მალარიით იღუპება კაი მაგალითებს რა ევოლუცია არაფერს არ აუმჯობესებს რა ეს პრინციპი ხო გასოს ხო ჭკვიანი ლამაზი ღონიერი და ეს კი არ გადარჩება ვის კარგად შეეგუება ადაპტირებადები ხო ნუ შეეგუება ეს სამწუხაროდ სოციალურ გარემოში სხვა ისინი მიიღო მნიშვნელობა ამან მაგრამ და აი ეს კრიტიკული მაგალითი ეს კითხვა დოკინსის არის ეს რომ ესე იგი რატო არ არის ეს გენი რა რომელიც ტკივილს აღუჩევს იმიტომ რომ აფერში არ გამოადგება რა ევოლუციას ამიტომ ის ესე იტანჯება სხვა მაგალითებიც არის მწერები ხო ეს მუხლუხოს თავში როგორც ეს ნერვულ სისტემას ეს კვერცხს ის ადგილას ჩხლეთს რომ პარალიზება ხდება რა მის ლოკომოტორული ხო და კვერცხები თვითონ ჭამენ ეს ცოცხალია მანამ სანამ არ შეიჭმება მთლიანად ცხადი იტანჯება იმიტომ ნერვული სისტემა აქვს რა ხო აი რატო იმიტომ რომ ნუ არანაირ ასე ვთქვათ ესეც ყველაფერი ბჭყალებში ისმება ხა ევოლუციას არანაირი ინტერესი არ აქვს ხო ხა არც მიმართულება არ აქვს არც მიზანი არც რაციონალი არაფერი ნუ აი პროცესია რა ისევე როგორც რა ვიცი მდინარეს ხო ხა მიზანი ხო არა აქვს რა უბრალოდ ისეთი რაღაცები ხდება რომ აი მიდის ხო და ყველაზე ისეთი ის არის რომ რეალოდ ეგ ცოტა ფანშტაბები რომ გაზარდო სავარაუდოდ მან მივდივართ რომ სამყაროც ხო ეგაა რა თლიანად ხო სამყაროს როგორ ვთქვათ რა როგორიც და ისიც ხო განიცდის ევოლუციას თავისებურად რა და თან იცვლება იქ ხო იმიტომ რომ ერთი რო ფართოვდება როგორც მინიმუმ რაც ვიცით და ნუ რა ვიცვლება და თვითონ სიტუაციაც იცვლება მათ შორის ანუ როგორ ვთქვი ხა დიდი აფეთქებიდან მოყოლებული სამყარო ხო სხვანაირი იყო ურთიერთქმედებებიც მაინც სხვანაირი იყო და მერე ჩამოყალიბდა ესესაც და მათ შორის ციური სხეულებიც სხვანაირი იყო ხო ანუ ადრე იყო პირველი თაობის ვარსკვლავების ასე ვეძახით საერთოდ სხვანაირი ვარსკვლავები იყო და ელემენტებსაც ესე ვთქვათ ისინი სხვა ელემენტებს აწარმოებდნენ და მერე ამ წარმოებული ელემენტებით გავშდით სიტყვაზე პირობითად ჩვენ ხო ანუ ესეთი რაღაც ატომები რომელსაც მათ შორის ჩვენ შევდგებით ხო მაგრამ ეს ხო ჩვენი მზე ხო არის რაღაცა შემდეგი თაობის ერთ-ერთი რამდენიმე თაობა გამო უშუალოდ ჩვენ მზეზე ვამბობ და მანამდეც რაღაც თაობები იყო რომლებიც ხო და ეს პროცესიც რაღაც ხო რეალურად ძალიან გავს ევოლუციას რო შეადარო ჩემთვის ხო რა თქმა უნდა ნუ სუდი მაგალითი მაგისი ალბათ არა თქვა აი თაწარმოშობა და მე რო იშლება ეროზიით ხო ანუ რაღაცა ანუ მატერია რაღაცა თვისებები აქვს და რაღაცა ძალების მოქმედებით აი ასეთ სტრუქტურას და თვისებებს იღებს ხო ცხელი ცივი დიდი პატარა შავი ხრელი რა არის შავი ხრელი ვარსკვლავი კოლაფსი ხო გრავიტაციული კოლაფსი უბრალოდ იმდენად გრავიტაციას სინათლეც ვერ გაურბის თქვა ხო მაგრამ ნუ მატერიალისტური რაღაცა რა ხო ეს ხო არა რაღაც
ხო და აი თქვა ეს ზაღანას ვახსენეთ რა რომ თავის დროზე უჯრედი ეშახრელის ანალოგია ასავით იყო რა რა ხდებოდა შეგნით რა არიცოდა ხო არა და ჭკვიანი ხდება იქ რა უნდა ყოფილიყო მაინც 100 წელი დაჭირდათ სანამ ამას გაარკვევენ აი ბოლოსკე რო წავიდეს და რადგან ეს კოსმოსი ვახსენე რაღაც თან თავში ვახსენეთ კიდევ რომ ამ თემასაც შევეხებოდით აი ხო ჩვენ ვისაუბრეთ რომ რეალურად ეს carbon based არის ჩვენი სიცოცხლე ხო ანუ რაც ვიცით და პირობითად ახლა ციფრებში ზუსტად მე შევავერ თქვა მაგრამ ავიცი იგივე რო აიღო მცენარესა და ადამიანს შორის გენეტიკური მსგავსება ძალიან 50%-ზე მინიმუმ მეტია ხო რაღაც გენეტიკური მსგავსება შეგასგული ანუ კოდი რა ჩვენში დგას ანუ აი მაგალითად ხო არის გენეტიკური კოდი 100%-იანი ერთა იგივე მაშინ და სამოფრთან პროგრამა რო ხო აი მაგალითად დნმ-ით ცხოველი პირობითად აი რო აიღო შიმპანზე და ადამიანი ხო თითქმის 99% მსგავსება სადღაც ხო მაგრამ აი მცენარესთან შედარებით ნაკლებია მაგრამ საერთო ჯამში რო აიღო მაინც არის რაღაცა თითქმის 50%-ზე მეტი იდენტურობა ხო იგრი აი კოდით ხო სწორედ ეს კოდში გულისხმობ გასაგები რას პროგრამისტი რო დაწერს რა ხო მიუხედავად იმისა რომ შეხედავ აქეთ ადამიანი ზის და რა ვიცი კოსმოსის ხომალდს აკეთებს და თვალეზე მიფრინავს და ეს მცენარეა ძალიან დიდი მსგავსებაა ხო მაგრამ აი რო წარმოვიდგინოთ თქო რა პირობითად რანაირად შეიძლება აი ფუნდამენტურად განსხვავებული სიცოცხლის ფორმები რო არსებობდეს რა თუ მაგის წარმოგიდგენა თუ შეგვიძლია რაღაც წარმოადგენა შეგვიძლია უბრალოდ იმდენად როგორ გითხრა ისეთ ღია იმაში გადიხარ არც ხო სადაც ასაზიან ხელი დაადეარი რა რა თქვა შენი თქვა კი მაგრამ ასე რო იყო არის ის კი რა შემეწინააღმდეგო ხო პირიქით რა ესე რო კი ანუ ყველაფერზე დაგთახდები რომ შეიძლება ნუ სილიციუმი არის ერთ-ერთი ყველაზე კაი კანდიდატი ხო ხო აი მაინტერესებდა ყველაზე ისეთ კანდიდატებს გულს თვითონ ახშირბადია იმიტომ რომ ვარსკვლავი ხა ჩვენ ვართ პირდაპირ გაგებით ვარსკვლავის შვილები ხო წყალბადზე მძიმე რაც არის ჩვენში ყველაფერი დამზადებულია რომელიღაც ვარსკვლავის წიაღში და მე იქ რაღაცა აფეთქდა დაეჯახა ეს ტვერი და ასე შემდეგ ხო შესაბამისად ხა ახშირბადი არის მე მგონი მეორე თუ მესამე ციკლის შედეგია უკვე ხო ჰელიუმი ანუ მე გეტყოდი რომ კი წარმოვიდგენ მაგრამ ძალიან დიდი ალბათობით ეს carbon based იქნება ანუ ხაინც გონია დომინირებს ხო კარბონი 4 აგერ არის რა ასე თქვა ხო რა სილიციუმი ხო ნუ რაღაც შეიძლება სხვაც იყოს, მაგრამ ასე თუ ისე იმისთვის რომ აი ეს ინფორმატიული მოლეკულა შეიქმნას ამან თავისთავი საუკეთესო ვარიანტია სავარაუდოდ მაგასა. საუკეთესო ვარიანტია სიცოცხლისთვის? ეგრე ფიქრობ. იცი რა, ამ პირობებში რაც ჩვენ გვაქვს და რამდენადაც შეგიძლია ამის მოდელირება გააკეთო თქვათ სხვა სისტემებში, ხო? აი ეგზოპლანეტები, სიცოცხლის ზონაზეც ლაპარაკეთ შესაძლოა. ეს რაღაც აი მაგ დიაპაზონში რო ჩასვა ხო რა. ხო, მაგრამ ჩვენ ხო კარბონით უყურებთ მაგ სიცოცხლის ზონას. ხო, იმიტომ რომ ეს გვაქვს რა, პირდაპირ, მაგრამ ეხლა მე რას ვამბობ, რომ ჩვენი მზე არაფრით უნიკალური არ არის, ხო, გასაოცარი მაგისთან ვარსკვლავებით, ჩვენი galaktikაც და სხვას. ანუ სწორი, ანუ კარგი კითხვა არის, ეგა უბრალოდ მე რამდენადაც მესმის, მაგის პასუხი არის იმდენად. ია, თქვა, აი ხო, ასეთ შეიძლება, ისეთ შეიძლება, ვერნაირად შეიძლება რა. მაგრამ პრინციპი თქვა, რომ აი ინფორმაციის შემნახველი მოლეკულა ქიმიურად პასიური უნდა იყოს. და ის რომ ალბათ მეორადი იქნება, იმიტომ რომ ჯერ თვითონ ინფორმაცია და ასე ვთქვათ, რაღაცა ქიმიური რეაქციის უნარი არის საჭირო, რაც RNA-ს აქვს, ხო? და აი ალბათ რაღაც ამდაგვარი იქნება. კიდევ ერთხელ შეიძლება სხვა განლაგება იყოს ატომების და შეიძლება რომ DNM არ იყოს და სხვა რაღაცა იყოს, რასაც დავარქმევთ არ ვიცი რაღაცას. M&Ms. კი, შეიძლება. არა, M&Ms. რაღაც მოდელები კეთდება, ასე ვთქვათ, სინთეტური ნუკლეოტიდები და რაღაცები ამდაგვარი რა, მაგრამ ნუ პრინციპი ესეთი რა მარტივი. მესმის. მოკლედ დიდი ალბათობით მაინც შეიძლება სადღაც წახვიდე და მაინც ნათესავი იყოს რა. მე ეს დღეს რა დარწმუნებული ვარ რომ ეგრეა რა. სამწუხაროდ დამტკიცება არ შემიძლია მე მოვასწრებ ასე თქვა, მაგრამ რაღაცა ხო გენები აი ეს იგივე სიგნალები ხო? ვთქვათ რაღაცა მოდის ნეიტრინოების ძალკე თემა არის თვითონ ინტელიგენტ ასე ვთქვათ გონიერ სიცოცხლის ველოდები ხო რას რადიოს ხო და აი ეს მურჩისონი მაგიტომ არის კარგი მაგალითი რომ ეგ არის ასე ვთქვათ აი პირდაპირ ლანგარზე მოგართვეს რომ აი ესეთ რაღაცები ხდება აბსოლუტურად ასტეროიდის გულისხმობ აი მეტეორიტი მეტეორიტი ხო მეტეორიტი რა პირდაპირ ნუ ასე თქვა შეს კარგი ისინი კიდე ანალიზებენ რა ყოველიმად. იგივე სხვა შეს მილერურის ექსპერიმენტის მერე 20 წლის მერე რო გაანალიზეს, ბევრად მეტი აღმოჩნდა იქ ორგანიკა, ვიდრე
თავდაპირველად თვითონ იმათ მოახდინეს იდენტიფიცირება რა. ანუ ეს აი თვისება გამოდის, რა შევადო რა ხეს როდესაც მოვუკიდებ თქვათ, ხო? დაიწყო მე ასეთი ტოტი დაიწყო, იქ რაღაც ისე ტოტს რო დაინახავ. ხო. შეაფასებ და ნუ შეიძლება ასე არ ქონდეს ასანთი, მაგრამ დაიწובה რა. მე ვხვდები. ხანში რაღაცას მოახერხებ მაგრამ. აი რა. ო. მოკლედ საინტერესო რაღაცები გველოდება იმედია, იმიტომ რომ რაღაცებს და სინთეზი სხვა შორის, ფიზიკა, ბიოლოგია რაღაც მithumetes სინთეტური, mithumetes ხელოვნური ინტელექტი და მთელი ახალი თაობებით, ნუ, იმიტომ ინფორმაცია დიდი და ბევრნაირიც არის რა, და გაერთიანებას უნდა ხო, მე კიდე რამდენიმე შეკითხვა გამიშთა, მაგრამ მე მგონი ხა იქითო წავედით კიდევ ვერ ამოვწურავთ მთელი დღე, იმიტომ რომ აი ხელოვნური ინტელექტი გამახსენდა რა, უბრალოდ რომ ნუ რამდენად შეიძლება რომ რაღაც ეტაპზე მაგასაც სიცოცხლე დაარქვა თქო რა, უბრალოდ აი მითხავს რომ ბიოლოგიაში საერთოდ არ ექცევა. ხო, თუ გაგვექცა თვითონ. ხო. და გითხრა რა ეს რაღაცა ბაზრობი არ არის, გააკეთე ხო, მაშინ შეიძლება, მაგრამ მე რადგანაც არ ამგონია, არ ვიცი. შენ მაგის სკეპტიკურად უყურებ, ანუ ინტელექტი სიცოცხლე ჩვენ გადამოუკიდებლად, ხო? ჩვენ რო მოვინდომოთ, რომ შევაქმნებინოთ, თუ ჩვენ გადამოუკიდებლად. ჩვენ გადამოუკიდებლად სიცოცხლე რო აღვიქვათ, ანუ სიცოცხლე, ანუ ხო აი მანდისო ძალიან თავის გასკდომაზე მიდიხარ, რომ ანუ რა არის სიცოცხლე რა, მაგრამ ნუ ტიპმა თუ ადგა და გაუჩნდა ცნობიერება რა. ხო, მაგრამ ხო სიცოცხლეა. იმა თუ თავისი მსგავსი არ შექმნა მაინც არ არის სიცოცხლე. აი ხო, აი წარმოვიდგინე, ეხლა მე მაგალითად, აი ხო და აი იქნება უკვე არასწორია. მაშინ უკვე მივიდოთ იქნება არასწორი, იმიტომ თუ ტიპი პირობითად გაიჩითა და ლაპარაკობს, აზროვნებს და ჩემზე ჭკვიანიც არის. და მე აქვს ზიوار ეხლა რაღაც დნმ-ზე რაღაცა დამყარებული არსება და ეხლა ეს სიცოცხლე არ არის, ვამბობ, მაგრამ ჩემ სიცოცხლე როგორ არის, ანუ ჩემზე ჭკვიანია. ცნობიერება აქვს. ჩემზე ღონიერია, ყველაფერია, რა, სადაც უნდა გაჩნდება, გაქრება, აგერ ამ მიკროფონს შემოვა, გავა ისე რომ ვერაფერს ვერ მივხვდები. მე აქვს ზიوار რაღაცა 60 წელიწადში საერთოდ უნდა გავქრე და ანუ რაღაცო დამეცეს უნდა მოვკვდე და ანუ რა ის სიცოცხლე არ არის? აი რასაც ჩვენ სიცოცხლეს ვეძახით, ბიოლოგები. ეს არ არის და ნუ ახლა სხვა. ხო, მაშინ ესე გამოდის რომ ზოგადება ჭირდება. ხო, ეს რაღაც არის, შეიძლება რაღაცა შეადარო. რატო არ არის სიცოცხლე? რადგან ჩვენი განმარტებით რა. ხო, რატო არ არის? გავსის შექმნა, თუ თავის გავსის შექმნა რაღაც მექანიზმით, რომელიც მე ვთქვათ, ახლა მოდი ვიტყვი, ვთქვათ, მე არ მოდგენა. ხო. მაგრამ ნუ კაი, თუ შექმნა ვაღიარებ. ნუ ალბათ შექმნის მაშინ. მაგრამ მაშინ ალბათ, აი, შენ რასაც ამბობ, ალბათ, მაშინ ალბათ დავარქმევთ, კი, მაშინ თუ ესმის. ნახოთ მოკლედ, ნახოთ რა ვიცი, მაქსიმალურად იმედია ბევრს მოვესწრებით რა. ხო, არა, დიდი რაღაცა იწყება რა, რაღაცა რენესანსის მასშტაბის, მე მგონი. ხო, განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით არის, ესე ვთქვათ, დიდი ინტერესი და მოლოდინი. ნახოთ იმედია, როგორც კოსმოსის შემთხვევაში მოხდა. აი, ცივი ომის პერიოდში ხო იყო, რომ ყველას ეგონა, რომ აი კოსმოსი როდესაც ახლა არტურ კლარკის და კუბრიკის ფილმი 2001 ქვია, ხო? ანუ 2001-ში სადღაც იუპიტერის სატურნზე მიდიან იქ და აგერ 2025 წელია და მთვარეზე ვეღარ დავბრუნდით არტემის ველოდებით და ეგ რავი ტრამპა მე მგონი გადადო ბოლოს ეგ მისიაც და იმედია ხელოვნური ინტელექტს ეგ არ მოგვივა აგერ ის და რა ვიცი 50 წლის მერე ისევ ChatGPT-ს რო ველაპარაკებით ჩატში არ მინდა. ინტელექტს ეგ უპირატესობა აქვს რომ არ არის ჩაკეტილი თქვა. თითქმის ყველა შეუულია თავისუფლად. შენ რაღაცა კითხვას ვა, უნებრივი წვლილი შეგაქვს, იმიტომ რომ ის რაღაც ალგორითმში გადაღავს, ხო, იცის რომ ამაზე კითხვა მე უმეორებ კითხვას ის ესტომას შემდეგ. მადლობა მოკლედ, ჩვენც ეს დრო იყავი და ძალიან საინტერესო იყო შენი მოსმენა. მადლობა მაყურებელსაც, სვენელსაც, რომ გვისმენთ, მოგვიყურეთ და შევხვდებით შემდეგ პოდკასტში. ვილაპარაკებთ ისევ რა თქმა უნდა მეცნიერებებზე, ტექნოლოგიებზე და ვეცდებით წარმოვიდგინოთ როგორია მომავალი. დროებით გამოგვიწერეთ Facebook-ზე, YouTube-ზე, Instagram-ზე, ყველგან Next Launch-ის.